რატომ მოხშირდა ბოლო პერიოდში ასე სამედიცინო ხასიათის დავები? დაუშვებელია დაუსაბუთებელი ბრალდების წარდგენა. აქ ჩვენ ვეხებით არა მარტო პირის თავისუფლებას, არამედ მის რეპუტაციას. შესაძლოა იკვეთებოდეს სხვადასხვა ექიმის ბრალეულობა, მაგრამ არასწორი გამოძიების გამო ეს ექიმი პასუხისგებაში არ მიეცემა, ასეთ შემთხვევაში უკვე ირღვევა პაციენტის უფლებები. პასუხისმგებელი სუბიექტი, ანუ მოპასუხე, ერთმნიშვნელოვნად ეს არის სამედიცინო დაწესებულება. ექიმის პასუხისმგებლობა, სამედიცინო კლინიკის პასუხისმგებლობა დგება მაშინ და მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ სახეს გვაქვს სამედიცინო შეცდომა. ბევრი პაციენტი გვიყურებს და გვწერს, რომელმაც უბრალოდ ვერ მოახერხა ეპოვა სამართალი. ექსპერტები ხშირ შემთხვევაში გასცემენ არასწორ დასკვნებს ექიმების მხრიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამო გარდაიცვალა. შეიძლება ის ექიმი, რომელსაც უდასტურდება სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენა, დარჩეს დაუშალია გულგრილობა, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. თქმა უნდა, არსებობს რისკი იმისა, რომ შესაძლოა კვლავ გააგრძელოს მსგავსი ქმედებები და არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. რადგანაც საშინელი ფაქტია მომხდარი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექიმი ყოველთვის დამნაშავეა. რატომ მიდიან ამ შემთხვევაში ადამიანები მაშინ სასამართლოში და უდანაშაულო ადამიანს რატო ცდილობენ რომ დააბრალონ ის, რაც არ ჩაუდენია? უნდა იქნეს დაცული ექიმის უფლებები, დაუშვებელია უდანაშაულო ექიმი მიეცეს პასუხისგებაში და დაუშვებელია უდანაშაულო ექიმს დაუნგრიოს ცხოვრება არასწორმა ბრალდებამ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ პაციენტის უფლებები იქნეს დაცული და მაშინ, როდესაც იკვეთება კონკრეტული ექიმის ბრალეულობა, არ შეიძლება ვინმე მექემს ხელი დააფაროს. მე ყოველთვის ურჩევ პაციენტს, რომ თუ მას აქვს პაციენტს ან მის ოჯახის წევრს, თუ მას აქვს მოთხოვნა ან რაიმე პრეტენზია დაწესებულების მიმართ, 3 წლიან პირველ 3 წლიან ვადაში იქნეს სარჩელი წარდგენილი. თუ ეს მოთხოვნები არ არის დაცული, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს ასეთი ინფორმირებული თანხმობა და ჩაითვალოს, რომ პაციენტი არ იყო ინფორმირებული. შეიძლება არა და ასეთი ინფორმირებული თანხმობა ბათილია. პაციენტი ამბობდა, რომ მე რომ მცოდნოდა აღნიშნული რომ წარმოადგენდა გართულებას, ბუნებრივია, მე არ ჩავიტარებდი ოპერაციას. რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისათვის, რომ არც ექიმის უფლებები დაირღვეს და არც პაციენტს კონდეს იმის განცდა, რომ ის სამართალს ვერ იპოვის. ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება არსებობდეს საქმეში, მაგრამ ეს აპრიორი იმას ანიშნავს, რომ გამოძიებამ უნდა დაუჯეროს ამ ექსპერტიზის დასკვნას. ისევე როგორც დანაშაულის ჩამდენი ექიმის დაუშალება არის და ხელის დაფარება არის დაუშვებელი, ასევე კიდევ ერთხელ ვიმეორებს, კიდევ უფრო დაუშვებელი არის უდანაშაულო ექიმის ციხეში გაშვება. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო, ეთერშია მეგი საჯაია სამედიცინო პოდკასტი. დღეს ჩვენი ეპიზოდის სტუმრები არიან ნინო ლიპერტია და ტარიელ კაკაბაძე, ადვოკატები სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. დღეს ვისაუბრებთ სამედიცინო სამართალზე, როგორც ყველაზე საპასუხისმგებლო თემაზე და აქტუალურ თემაზე ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. შევეცდებით გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობასა და პაციენტის უფლებებს შორის და ასევე რასაკვირველია მიმოვიხილავთ პრეცედენტულ საქმეებს, რომელიც ჩვენს ადვოკატებს მრავლად აქვს თავის პრაქტიკაში. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, ბატონ ტარიელ, მადლობას მოგახსენებთ თქვენი დროის დათმობისთვის. დავიწყოთ ალბათ ყველაზე აქტუალური შეკითხვით, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს, როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს და სამედიცინო დაწესებულებებს. რატომ მოხშირდა ბოლო პერიოდში ასე სამედიცინო ხასიათის დავები? დავიწყოთ თქვენით, ბატონ ტარიელ. მოგესალმებით, ძალიან აქტუალური საკითხი არის. ნამდვილად პრაქტიკაში ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმები ხდებიან ბრალდებულები და მათ ედავებიან იმას, რომ თითქოს მათ ჩაიდინეს სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაული. ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბრალდება არის გამყარებული, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ბრალდება არის თავიდან ბოლომდე უსაფუძვლო და გამომდინარეობს იქედან, რომ გამოძიება არ ჩატარდა ობიექტურად, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა ყოველმხრივ, მრავალმხრივ და თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული საგამოძიებო ორგანოს მხრიდან. მთავარი რა არის, მთავარი პრინციპი რა არის, რომ არ უნდა დაირღვეს პაციენტის უფლებები და ამავდროულად იმდენად ობიექტურად უნდა ჩატარდეს გამოძიება, რომ არ უნდა დაირღვეს არც ექიმის უფლებები და არასწორ გამოძიებას არ უნდა მოყვეს ექიმის დაუსაბუთებლად პასუხისმგებაში მიცემა. ძალიან ესეთი უხეში შედარება, რომ მოვიყვანოთ ყველა ვიცით ეგრეთ წოდებული პაზლი, ხომ, რომელსაც აი ბავშვები თამაშობენ, აწყობენ და აინტერესებთ რა იქნება საერთო საბოლოო სურათი.
მანამდე კი სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, პატარა ნამცეცები უნდა შეაკოწიწონ, შეაერთონ და მიიღონ საერთო სურათი. გამოძიება რას აკეთებს, იცით, ჯერ არჩევს ხშირ შემთხვევაში სურათს და შემდეგ ცდილობს, რომ ეს ნამცეცები შეაერთოს. აი, ამ შემთხვევაში არჩევს ჯერ დამნაშავეს, ექიმს და შემდეგ ცდილობენ, რომ გამოძიება წარმართონ ისე, რომ როგორმე ეს ექიმი დაადანაშაულონ, ან მტკიცებულებები ხელოვნურად შეაგროვონ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ექიმის ბრალეულობა არ იკვეთება, ხელოვნურად აკოწიწებენ, ასე რომ ვთქვათ, მტკიცებულებებს, კერავენ საქმე, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, და ცდილობენ, რომ როგორმე გამოკვეთონ ექიმის დანაშაული. ჩვენ ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც მოხდება რაღაც მძიმე შემთხვევა და მაშინვე ბრალს უყენებენ ექიმს და შემდეგ იწყებენ უკვე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ობიექტურად როგორ უნდა მოხდეს გეტყვით, ჯერ უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, ობიექტურად უნდა მოხდეს მტკიცებულებათა მოპოვება, მოპოვებული უნდა იქნეს არა მარტო გამომტყუნებელი, არამედ გამამართლებელი მტკიცებულებები და ობიექტური გამოძიების შედეგად რაც დადგინდება, იმის მიხედვით უკვე უნდა მიიღოს ბრალდების ხარიმ გადაწყვეტილება, წარუდგინოს თუ არა ბრალდება კონკრეტულ ექიმს. დაუშვებელია დაუსაბუთებელი ბრალდების წარდგენა. აქ ჩვენ ვეხებით არა მარტო პირის თავისუფლებას, არამედ მის რეპუტაციას. როგორ შეიძლება ექიმი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ღირსეულად მოღვაწეობს, რომელთანაც არავის პრეტენზია არ აქვს, როგორ შეიძლება არასწორი გამოძიების გამო მას ბრალდება წარუდგინო და ცხოვრება დაუნგრიო, რასაც პრაქტიკაში სამწუხაროდ ჩვენ ხვდებით. ამის არაერთი მაგალითია სხვადასხვა საქმეები, რომელშიც ჩვენ ვიცავდით ბრალდებულებს, სადაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, თუმცა სანამ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, ერთ-ერთი საქმე შემიძლია გავიხსენო, დაახლოებით 8-9 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს ჩათვლით ბრალდების ხარე ბრალდებულს ედავებოდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, რომელიც 5 წლამდე თავისუფლების საკვეთას ითვალისწინებდა. მსგავსი შემთხვევა არის არაერთი, მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოვიყვანო, სადაც ბრალდების ხარი წლების განმავლობაში ედავებოდა, ამ წლების განმავლობაში ადამიანმა დაკარგა სამსახური, მან მიიღო რეპუტაციული ზარალი, რა თქმა უნდა, ეს არის ხშირ შემთხვევაში აუნაზღაურებელი, განსაკუთრებით იმ ექიმისთვის, რომელიც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობს წარმატებით დასავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. ანუ მთავარი რა არის და რა გამოწვევა არის ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში. გამოძიება ხშირ შემთხვევაში არ ტარდება ობიექტურად და სპეციალისტები მოგეხსენებათ, ეს ძალიან სპეციფიკური საკითხი არის და გამოძიებელი, რომელიც ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს ამ მიმართულებით, უნდა ფლობდეს გარკვეულ ინფორმაციებს, გარკვეულ სპეციფიკურ ინფორმაციებს და სპეციფიკური ცოდნა უნდა ქონდეს. და მნიშვნელოვანი რა არის, რომ ჩართული იყვნენ მსგავს საქმეებში ობიექტური და მცოდნე ექსპერტები. აი მაგალითად, როდესაც ექიმს ედავები, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. ასეთ შემთხვევაში ექიმს უნდა დაუმტკიცო, რომ მისმა კონკრეტულმა ქმედებამ გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება. და უნდა არსებობდეს ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რაც უტყუარად უნდა დგინდებოდეს, რომ კონკრეტული მოქმედება, ანუ მოქმედობა ჩაიდინა ექიმა და ამას მოყვა უტყუარად დადასტურდეს უნდა, რომ ამას მოყვა პირის გარდაცვალება. ჩვენ ვხედავთ შე შემთხვევაში, რომ რა თქმა უნდა, საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზის დასკვნის წერია ესეთი რაღაც, რომ უტყუარად ამის დადგენა შეუძლებელია, ვერ შევძელით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სავარაუდოდ გაიზრდებოდა გადარჩენის შანსი. და ეს უკვე ბრალდების წარდგენის საფუძველი სისხლის სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე არ არის. რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ დასტურდება უტყუარად მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის და ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ექსპერტები ყველაზე არ მაქვს საუბარი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მინახავ ძალიან კვალიფიციური ექსპერტები ხშირ შემთხვევაში გასცემენ არასწორ დასკვნებს. აი მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ექსპერტი უთითებდა ლიტერატურას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, უთითებდა, რომ მე დავეხტენი ამ ლიტერატურას, კონკრეტულ წიგნზე საუბრობდა, ეს წიგნი სასამართლოში მოვიტანეთ და ჯვარდინ დაკითხვის დროს დაუსვი კითხვა. ნამდვილად ამ წიგნის მიხედვით იხელმძღვანელეთ, დიახ. და როდესაც მიუტანე ეს სახელმძღვანელო ექსპერტს და ვეკითხე, რომ სად წერია, საერთოდ მითხარი ამ სახელმძღვანელოში. არის საერთოდ რაიმე გვერდი, თუნდაც ერთი ციტატა, თუნდაც ერთი წინადადება, რომელიც იმ საკითხს ეხება.
რაზეც შენ ამბობ რომ მიხემძღვანელი. და მან ვერ იპოვა უბრალოდ იმიტომ რომ იმ სახელმძღვანელოში საერთოდ იმ საკითხზე არაფერი წერია, რაზეც ექსპერტი ამბობდა რომ მე დავეხტენი ამ სახელმძღვანელოს. ანუ ეს არის ერთი მარტივი მაგალითი, რომელიც აჩვენებს კარგად იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ან ექსპერტიზის დასკვნა არის არაკვალიფიცირად გაცემული, ან ექსპერტები, როდესაც სასამართლოში მოდიან და ჩვენ მათ ჯვარედინ დაკითხვას ვატარებთ, არ არიან მსად იმისათვის, რათა კრიტიკულ კითხვებს გაცენ პასუხი. აქედან გამომდინარე, როდესაც დაცვის მხარე უკვე გონივრულ ეჭვებს გააჩენს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და აჩვენებს იმას, რომ საქმე არ არის ობიექტურად გამოძიებული და ბრალდება, ეყრდნობა არასწორ საექსპერტო დასკვნას, მოსამართლე ვალდებულია გამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. თუმცა ჩვენ ვხედავთ პირისპირ შემთხვევებსაც, საპირისპირო შემთხვევებსაც, როდესაც შესაძლოა იკვეთებოდეს სხვადასხვა ექიმის ბრალეულობა, მაგრამ არასწორი გამოძიების გამო ეს ექიმი პასუხისგებაში არ მიეცემა, ასეთ შემთხვევაში უკვე ირღვევა პაციენტის უფლებები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არის ჩვენი კოლეგის გაიოს ჩარკვიანის შვილის გარდაცვალების საქმე, რომელიც ეს ბავშვი იყო ძალიან წარმატებული ფეხბურთელი და ძალიან დიდი მომავალი ჰქონდა მას, რომლებიც ექიმების მხრიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამო გარდაიცვალა. რამდენიმე ექიმი მიეცა კიდეც პასუხისგებაში და გამამტყუნებელი განაჩენიც კი არის დამდგარი, თუმცა არის რაღაც მიმართულებები გამოყოფილ საქმეებში, სადაც ფაქტობრივად საგამოძიებო მოქმედებები ობიექტურად და ყოველმხრივ არ ჩატარებულა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ოჯახი უკმაყოფილო არის და ჩვენ კოლეგებიც არაერთხელ ვაცხადებდით იმას და კიდევ მომავალშიც რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ამ საკითხს არ დავტოვებთ, მოვახდენთ რეაგირებას და მოვითხოვთ, რომ ობიექტური გამოძიება გაგრძელდეს. არ შეიძლება ასეთი საქმე მიიჩქმალოს და არ შეიძლება ის ექიმი, რომელსაც udasturდება სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენა დარჩეს დაუსჯელი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს რისკი იმისა, რომ ამ ექიმმა შესაძლოა კვლავ გააგრძელოს მსგავსი ქმედებები და არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იქნეს დაცული ექიმის უფლებები, დაუშვებელია უდანაშაულო ექიმი მიეცეს პასუხისგებაში და დაუშვებელია უდანაშაულო ექიმს დაუნგრიოს ცხოვრება არასწორმა ბრალდებამ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ პაციენტის უფლებები იქნეს დაცული და მაშინ, როდესაც იკვეთება კონკრეტული ექიმის ბრალეულობა, არ შეიძლება ვინმე ექიმს ხელი დააფაროს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის, ხალბატონ ნინო. როდესაც დაზარალებული მხარე არის ადამიანი, პაციენტი, მით უმეტესაც დგება გარდაცვალება. საზოგადოებას ცალსახად უკვე აგრესია უჩნდება სამედიცინო დაწესებულების მიმართ და სანამ თქვა სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, როგორც ბატონმა ტარიელმა ისაუბრა, გამოძიებაზე დაყრდნობით და ექსპერტთა დასკვნებზე დაყრდნობით, იქამდე უკვე საზოგადოებას აქვს განაჩენი გამოტანილი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, სად გადის ზღვარი სამედიცინო გართულებასა და ექიმის დანაშაულებრივ ქმედებას შორის. არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი ჩარჩო ამ საკითხთან დაკავშირებით? მოგესალმებით, ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ, ქალბატონო მეგი, იმიტომ რომ ექიმის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ჩემმა კოლეგამ დეტალურად დამომწურავა და რაზედაც ისაუბრა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა ხშირ შემთხვევაში და ალბათ უფრო უმეტეს შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა ჩვენ სახეზე გვაქვს ან შეიძლება არსებობდეს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, ცალკე არის კიდევ უნდა გამოუყვა აუცილებლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელზედაც მსჯელობა უწევს ექიმთა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების საბჭოს და შესაბამისად ის იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულად კლინიკის ან ექიმის მიმართ. მოდი ამ ეტაპზე ჩვენ შევჩერდეთ სამედიცინო პერსონალის, აქ შეიძლება იყოს როგორც ექიმი, ასევე სხვა ამ ურთიერთობაში ჩართული ნებისმიერი სუბიექტი, შეიძლება იყოს მედ და ან სხვა ნებისმიერი სუბიექტი, მაგრამ პირდაპირ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე განსაზღვრულია ზოგადად სამედიცინო კლინიკის. ჩვენ როცა ვსაუბრობთ სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სუბიექტი, ვინც აგებს პასუხს პაციენტის სასარჩელო განცხადებაზე და ამ შემთხვევაში გულისხმობს სასარჩელო განცხადებას, რომლის მოთხოვნის საფუძვე, რომლის მოთხოვნაც არის მორალური და მატერიალური ზიანის
ანაზღაურება პასუხისმგებელი სუბიექტი, ანუ მოპასუხე, ერთმნიშვნელოვნად ეს არის სამედიცინო დაწესებულება. თუმცა ცხადია, სამედიცინო დაწესებულებაზე თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურების დაკისრება თავის მხრივ შემდგომში შესაძლებელია ამ დაკისრებული და გადახდილი თანხის რეგრესის წესით. იმ სუბიექტებზე დაკისრების საფუძველი იყოს, რომელიც ამ ურთიერთობაში მართლაც ბრალეულად იქნეთ ცნობილი და ეს ბრალეულობა აუცილებლად ხაზგასმულია ჩემს მიერ უნდა იყოს ხაზგასმული, ეს არის სამოქალაქო ბრალეულობა. ჩემმა კოლეგამ აღნიშნა მიზეზობრივი კავშირის საკითხი და ზოგადად, როდესაც სამედიცინო კლინიკის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, პაციენტის სასარჩელო მოთხოვნაზე კლინიკის მიმართ აუცილებელია 4 უმნიშვნელოვანესი წინაპირობის არსებობა, დადასტურება და ასევე ძალიან საინტერესოა ჩემი მოსაზრებით დღეს განვმარტოთ მტკიცების ტვირთის კომპონენტის არსებობა და მტკიცების ტვირთისთან რეალიზების პრობლემატიკა სამოქალაქო დავებში. სამოქალაქო დავაში პირველი, რასაც ამტკიცებს პაციენტის სამოქალაქო ურთიერთობაში კლინიკის მიმართ, ეს არის, რომ ექიმის მიერ ჩადენილი იქნა მარცხაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და აუცილებელია ასევე დადასტურდეს კონკრეტული ზიანის არსებობა. ეს ზიანი, როგორც აღნიშნა, შეიძლება იყოს მატერიალური ზიანი ან მორალური ზიანი. ხოლო ნაწილობრივ ხორციელდება გადასვლა მტკიცების ტვირთის ტრანსფერს ვეძახით ამას იურისტები, როდესაც ექიმი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ სამედიცინო შეიძლება არსებობს რაიმე გართულება ან სხვა სახის არასასურველი შედეგი, მაგრამ ამ ნაწილში მას ბრალი არ მიუწვის. ანუ ბრალეულობის გამორიცხვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამედიცინო კლინიკის პასუხისმგებლობის საფუძველია, ვალდებულებას წარმოადგენს. ეხლა რაც შეეხება რა არის სამედიცინო შეცდომა? აუცილებლად უნდა აღნიშნო და ამას მე ყოველთვის აღნიშნავ ჩემი საუბრისას, რომ ნებისმიერი არასასურველი ან პაციენტისათვის მიუღებელი, ნაკლებად მისაღები შედეგი სამედიცინო მკურნალობის ცხადია, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს პასუხისმგებლობის საფუძვლად. ექიმის პასუხისმგებლობა, სამედიცინო კლინიკის პასუხისმგებლობა დგება მაშინ და მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს სამედიცინო შეცდომა. და რა არის ეს სამედიცინო შეცდომა და ნებისმიერი არასასურველი შედეგი შეიძლება თუ არა მიჩნეული იქნეს სამედიცინო შეცდომად. დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და გერმანიის სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებში ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ სამედიცინო შეცდომა ეს არის ექიმის მიერ განხორციელებული ისეთი ქმედება, რომელიც წარმოადგენს დადგენილი პროტოკოლებისა და გაიდლაინებისაგან გადახვევას, ოღონდ არასწორ გადახვევას, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთის საფუძველზე შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების ექსპერტმა უნდა დაადასტუროს. მოგეხსენებათ, სამედიცინო დავაში ძალიან ბევრი გარემოებაა დასადასტურებელი და ხშირ შემთხვევაში აქ არის სამტკიცებელი და დასადგენი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ცდება როგორც იურისტების, ასევე მოსამართლის განსჯის საკითხს და კვალიფიკაციას, იმიტომ რომ ხშირ სამედიცინო სამართლებრივი არა, სამედიცინო საკითხები და მედიცინის საკითხები ბუნებრივია, უნდა დადასტურდეს შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის ექსპერტის მიერ. ანუ ექსპერტის ჩართულობა. ეს ცალკე პრობლემაა და ეს ცალკე პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ურთულესი პრობლემა. თქვენი საუბრეთ ბატონ ტარიელ, ანუ ექსპერტიზა როგორც წესი არის პრობლემა. ერთი რო ვთქვა, წლების განმავლობაში შეიძლება პაციენტი ელოდებოდეს სამედიცინო დოკუმენტაციის ექსპერტიზას, როდესაც ის აკითხავს რეგულირების სააგენტოს და მეორეა ვთქვა, ეს ექსპერტები ვინც წერენ დასკვნებს, რამდენად არიან კვალიფიციურები, როგორც თქვენ ბრძანეთ, ზოგჯერ ხდება ისეც, რომ დასკვნა არ არის კვალიფიციური და ფაქტიურად აი გისმენდით ახლა და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი აბსოლუტურად, ანუ ამ ადამიანის ცხოვრება შემდგომ ექიმს გულისხმობ, ან პაციენტის განცდა, რომ მან მიაღწია თუ არა სამართალს, დამოკიდებულია მისი ადვოკატის კვალიფიციურობაზე და ექსპერტიზის დასკვნაზე. არა მხოლოდ. და აქვე მოსამართლის ობიექტურობასაც. რომელიც განაჩენი უნდა გამოიტანოს. მოსამართლე გასაგებია, შეიძლება მოსამართლეს უნდოდეს რომ იყოს ძალიან ობიექტური, მაგრამ თუ მას არ მიაწოდეთ რეალურად ვთქვათ, ანუ ეს დასკვნები კუმულაციურად ყველაფერი ერთად საჭირო არის. ისევე როგორც ადვოკატის ეფექტური მუშაობა,
ასევე მოსამართლის კვალიფიკაცია და ობიექტურობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. დამეწმუნეთ, რომ ის რომ ადვოკატი ეფექტურად მუშაობს, 100%-იანი გარანტია არასდროს არ არის იმისა, რომ საქმეს მოიგებს. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ მოსამართლე მიიღოს სწორი, კვალიფიციური და ობიექტური გადაწყვეტილება. და აქვე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და უფრო ღრმად ჩაგეძიოთ და ჩაგეკითხოთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით თამარ ალდაშვილის საქმე, იმდენად გახმაურებულ ზოგადად ჩვენ ვიკავებთ ხოლმე თავს დავასახელოთ გვარები და ასევე კლინიკები თუ პაციენტები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო საქმე, რომელიც ძალიან რეზონანსული იყო, აი რა მოხდა ამ შემთხვევაში ჩვენს მაყურებელს რომ მოვუყვეთ ამ საქმის შესახებ ძალიან მოკლედ და რატომ იყო ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება ალადაშვილის საქმეზე, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მიიღო. დიახ, თამარ ალადაშვილის მიმართ პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ პირველივე დღეს დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია. მოკლედ რომ მოვუყვეთ ჯერ ისტორია. და დავიწყოთ, მოგიყვებით რა თქმა უნდა, ანუ როდესაც საუბრობთ უდანაშაულობის პრეზუმპცია დაირღვა, გულისხმობ იმას, რომ გაანიუსეს ამ ექიმის დაკავება და რამდენიმე კომენტარიც იყო ისეთი, რომ თითქოს დააკავეს დანაშაულის ჩამდენი ექიმი, რომელმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ეს მოხდა 2019 წელს, ხო, თუ არ ვცდები? ეს იყო 2019 წელს, დიახ. და ჩვენ დაგვჭირდა მრავალწლიანი ბრძოლა იმისათვის, რათა ეს ადამიანი სრულად გამართლებულიყო ყველა ინსტანციის სასამართლოში. რას ედავებოდნენ, ჯერ ასე ვთქვათ, ამ ადამიანს ედავებოდნენ 220 პრიმა მოხლის მეორე ნაწილს. კონკრეტულად გულისხმობს გულგრილობა, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ანუ ქალბატონი თამარი არის ექიმი ფსიქიატრი, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მუშაობდა იმ პერიოდში. და ბრალდების მხარე ედავებოდა, რომ თითქოს მან ჩაიდინა 220 პრიმა მოხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ რაც გულისხმობს ეს კონკრეტული დანაშაული ბრალდების მხარის პოზიციით. თითქოს მასთან მიიყვანეს პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ფსიქიკური ნაკლი და სერიოზული პრობლემები ამ კუთხით. მიიყვანეს ოჯახის წევრებმა და ბრალდების მხარის პოზიციით ოჯახის წევრებმა უთხრეს ქალბატონ თამარს, რომ ნამდვილად ეს პრობლემები ამ ადამიანს ჰქონდა, სურდათ რომ დაეტოვებინათ კლინიკაში სამკურნალოდ. ბრალდების მხარე ამბობდა, რომ თითქოს მათ უთხრეს ყველაფერი წარსულში გადახდენილი ამბები, რომ თითქოს ის იყო კონფლიქტური პიროვნება, კონკრეტული მაგალითები, რომ ეს ადამიანი თვითკვლობაზე ფიქრობდა და ჰქონდა მცდელობა სუიციდის, ასევე რომ ის იჩენდა აგრესიას მამამისის წინააღმდეგ, ის რომ მას ჰქონდა ჰალუცინაციები, მოჩვენებები და ასე შემდეგ. და თითქოს უთხრეს, ეს იყო ბრალდების მხარის პოზიცია. და რა თქმა უნდა, საქმეში იყო გამოკითხვის ოქმები და გამოკითხვის ოქმებში ყველა მათგანი აფიქსირებდა ერთი და იგივეს, რომ უთხარით, თუმცა თამარ ალადაშვილმა არ დატოვა ჩვენი ოჯახის წევრის სამკურნალოდ. არ დატოვა ჩვენი ოჯახის წევრის სამკურნალოდ. და შემდეგ რა ხდება? როდესაც ეს ადამიანი სახლში მიდის, ის კლავს თავისი ოჯახის წევრს და 12 წლის ბავშვი მოკლა როგორც ბრალდებამ წარუდგინა თამარ ალადაშვილს, ბრალდება და ბრალდება აპელირებდა, რომ დაეტოვებინა, ეს მძიმე შემთხვევა არ მოხდებოდა, ის ოჯახის წევრს არ მოკლავდა, ის ვალდებული იყო დაეტოვებინა, რადგანაც მას მიაწოდეს ინფორმაცია. როდესაც მე მთხოვეს ამ საქმეში ჩართვა პირველ რიგში გავისაუბრე თამარს, რომელიც დაკავებული იყო, ის მყისიერად დააკავეს და მეორე დღეს მას ბრალდება წარუდგინეს. და როდესაც მე მას უთხრა გადაწყვეტილება, რომ აი ეს მყისიერად დაეკავებინათ ექიმი, სანამ გამოირკვეოდა დეტალები. ეს ამდენ სწორია. აი მაკეთ მივდივარ ზუსტად და ჩვენ ხშირად ვხედავთ ესეთ შემთხვევებს ხშირად ვაწყდებით ადვოკატები, როდესაც შევდივართ დაკავებულ ადამიანთან, ერთი შეხედვით საქმე თითქოს გამყარებული არის, ერთი შეხედვით თითქოს საშინელი ფაქტია მომხდარი, რა თქმა უნდა, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ რადგანაც საშინელი ფაქტია მომხდარი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექიმი ყოველთვის დამნაშავეა. ობიექტური გამოძიება ჭირდება ამას. იქნებ ისინი აწვდიან გამოძიებას არასწორ ინფორმაციას. ხო უნდა დაედგინა გამოძიებას ეს ინფორმაცია სწორია არასწორია. და ექიმი რას მეუბნება, როდესაც მე ის მოვინახულე, მოგიყვებით. ის მეუბნება, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ქონია. ჩემთან ესენი არ ყოფილან იმ დროის განმავლობაში, რაზეც საუბრობენ. ჩემთან იყვნენ დაახლოებით 35 წამის განმავლობაში. მე ის ჩემთან უბრალოდ მოვიდნენ,
კითხვა დამისვეს აქ როგორი პირობებია და რამდენი ხანი ხდება ზოგადად პაციენტის დატოვება, ის რომ ეს ადამიანი პოტენციური პაციენტი იყო, ესეც კი არ უთქვამს, მოვიდნენ, არ მოეწონათ პირობები და წავიდნენ, მაგრამ ის რომ ვიღაცის დატოვება სურდათ, ის რომ რაღაცა ინფორმაცია მომაწოდეს ჰალუცინაციების შესახებ, აგრესიის შესახებ, თვითკოლობისკენ მიდრეკილების შესახებ, ეს ყველაფერი ტყუილია. და დამერწმუნეთ, მე როგორც ადვოკატს მეუბნება ქალბატონი თამარი, დამერწმუნე ბატონო ტარიელ, ეს ყველაფერი ტყუილია და მაბრალებენ. ჩვენ ხშირად ვაწყდებით ასეთ მოცემულობას, რომ საქმე შეკერილია, საქმე თითქოს გამოძიებულია, მაგრამ ბრალდებული სხვა რამეს ყვება და შენ ბრალდებულს იჯერებ. შენ ბრალდებულის ნათქვამს იჯერებ. და ნამდვილად, როდესაც გაამტკიცეთ, რომ მართალი იყო ეს ადამიანი და რამდენი ხანი მოუწია მას, ასე ვთქვათ, ციხეში გატარება? საქმის არსებითი განხილვის დროს ნიშნულოვანი რა არის სისხლის სამართალში, რომ ყველა გამოკითხვის ოქმი გადამოწმდეს უკვე სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს. რას ნიშნავს ეს? უნდა გახადოს დაცვის ხარი მსადაოდ ეს გამოკითხვის ოქმები და ის პირი, ვინც გამოიკითხა, უნდა დაკითხოს სასამართლოში ჯვარედინი წესით, ანუ კრიტიკულად. ჯვარედინი დაკითხვა არის ყველაზე ძლიერი და ეფექტური იარაღი ადვოკატისთვის, რომ დაასაბუთოს ის, რომ არ არის სანდო და დამაჯერებელი უტყუარი ის ჩვენებები, რომელიც არსებობს საქმეში. შესაბამისად, ჩვენც აქ მოგვეცა შესაძლებლობა იმისა, რომ კრიტიკულად დაგვეკითხა ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელს ადებდნენ უდანაშაულო ექიმს და აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას. და რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დავასაბუთეთ, რომ ყველა ეს ინფორმაცია იყო ცრუ ინფორმაცია, მეცაც გეტყვით. როგორ დაასაბუთეთ? ვიდეო კამერების ჩანაწერები? მაგალითად, მარტივ მაგალითს გეტყვით, მათი ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდიოდა თუნდაც ვიდეო კამერის ჩანაწერთან. ვიდეო კამერის ჩანაწერებით ჩვენ დავასაბუთეთ ის, რომ მათი შეხვედრა ქალბატონ თამართან გაგრძელდა მხოლოდ 32 წამი. ისინი კი მოგახსენებთ, ისინი კი ჯვარედინი დაკითხვის დროს გვიდასტურებენ იმას, რომ მთელი 10-15 წუთი ვესაუბრებოდით თამარ ალადაშვილს და უყვებოდით ყველაფერს პოტენციური პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით. უკაცრავად გაგაწყვეტეთ. მათი ჩვენებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა თუნდაც ვიდეო კამერის ჩანაწერთან. ანუ ამ დროს რა არის ხოლმე ოჯახის წევრების მთავარი მიზანი? ანუ მათ ხო იციან რომ ადანაშაულებენ ექიმს, თქვათ ხა ნახევარი წუთი თუ ესაუბრნენ და ისინი ყვებიან რომ 15 წუთი არ წმუნებდნენ რომ დაეტოვათ დაწესებულებაში მათი ოჯახის წევრი და ეს დანაშაული არ მოხდებოდა. აი რატომ მიდიან ამ შემთხვევაში ადამიანები მაშინ სასამართლოში და უდანაშაულო ადამიანს რატო ცდილობენ რომ დააბრალონ ის რაც არ ჩაუდენია? სხვათა შორის რა არის ხოლმე მათი მიზანი? ყოველთვის ოჯახის წევრების განზრახვა ყოველთვის არ არის ის, რომ ვიღაცას რაღაცა დააბრალოს, დაუკვირდეთ უნდა ერთ რამეს. ამ საქმეში გამოკითხვის ოქმები ამ ოჯახის წევრების და ნათესავების იყო გადაკოპირებული. ჩვეულებრივი copy-paste იყო, ანუ უბრალოდ ვიღაც გამომძიებელმა შეთხსა ეს ინფორმაცია. დიახ. სავარაუდოდ გაიარა ექსპერტებთან რაღაც კონსულტაცია, რომ შემდეგ ბრალი წარედგინა. შემდეგ მოაწერინა ხელი, გადააკოპირა და სხვებსაც მოაწერინა ხელი იგივე გამოკითხვის ოქმში. მაშინ გამომძიებლის მიზანი რა არის? იმიტომ რომ რეალურად მანდ მივდივარ, ნახეთ მე რა გითხარით თავში, როდესაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დავიწყეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ჯერ ირჩევენ დამნაშავეს და შემდეგ ატარებენ გამოძიებას იმისკენ მიმართულს, რომ ეს პირი, ვინც აარჩიეს დამნაშავედ, როგორმე პასუხისგებაში მიეცეს და როგორმე სისხლის სამართლის დანაშაული გამოცხვეს. მისი მხრიდან ჩადენილი აი უბრალოდ მე ვერ ხვდები, ნახეთ საბოლოო ჯამში ამ ურთიერთობებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს უკვე პაციენტები აღარ ენდობიან ექიმებს და ექიმებს გაუჩნდათ შიში თავიანთი პროფესიული საქმიანობის მოვალეობის შესრულების დროს, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა სერიოზული საკანონმდებლო პრობლემა არ შეექმნათ. სხვათა შორის მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ფსიქიატრებმა კარგად გააცნობიერეს ქალბატონი თამარის მაგალითზე, რომელსაც ისეთი მუხლი ჰქონდა წარდგენილი, რომელიც 5 წლამდე თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. არანაირი ჯარიმას ეს მუხლი არ ითვალისწინებს. პირდაპირ თავისუფლების აკვეთა 5 წლამდე ვადით, რაც ძალიან დიდი არის დამერწმუნეთ, მით უმეტეს ექიმისთვის, რომელსაც არანაირი კრიმინალური წარსული არ აქვს და ციხეში ყოფნის გამოცდილება არ აქვს ესეთი ადამიანისთვის. ფსიქიატრებმა კარგად გააცნობიერეს სხვათა შორის ეს საფრთხე, რაც შეიძლება მომდინარეობდეს არასწორი გამოძიებისა და ცრუ დასმენის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების გამო, რომ ყველა მათგანს შეიძლება სხვადასხვა დროს შეექმნას სხვადასხვა საფრთხე.
აქედან გამომდინარე, ეს ექიმების დიდი ნაწილი გაერთიანდა ქალბატონი თამარის ხარდასაჭერად და მე ვხედავდი პროცესებზე, რამდენი ექიმი დადიოდა და მეცაც გეტყვით. მე მათგან, ვინაიდან ის ძალიან სპეციფიკური საკითხი იყო, აქ ბევრი დეტალი იყო და ძალიან მრავალტომიანი საქმე იყო, მე მათგან ვიღებდი ძალიან ბევრი ისეთ ინფორმაციას, რომლის გარეშეც მე ვერ შევძლებდი ჩემს კოლეგებთან ერთად თამარ ალადაშვილის ეფექტურ დაცვას და აქ უბრალოდ გამამართლებელ განაჩენს ჩვენ ვერ მივაღწევდით. სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ ყველა ინსტანციაში ჩვენი საქმე მოვიგეთ და საინტერესო ის არის, რომ გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, როდესაც აპელაცია მასალაში დატოვა, უზენაესმა პროკურორის საკასაციო საჩურის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა აღნიშნული საქმე და სხდომა დანიშნა, რაც მოგეხსენებათ, ვინც სისხლის სამართლის ადვოკატები ვართ, ყველამ ვიცით, რომ თუ უკვე გამამართლებელი განაჩენი არის გამოტანილი აპელაციის მიერ და უზენაესი სხდომას ნიშნავს, ზეპირ მოსმენას ნიშნავს, არის უდიდესი ალბათობა იმისა, რომ ეს გამამართლებელი განაჩენი გაუქმდეს. და როდესაც იქ ვისმენდი წარდგენილ არგუმენტებს, იქ რამდენიმე პროცესი ჩატარდა, პირდაპირ გეტყვით, რომ პროკურორი ძალიან ბევრ არგუმენტთან დაკავშირებით იმ საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით, როდესაც მე ვამზადებდი კონტრაარგუმენტებს, მე სწორედ ეს ექიმები, სწორედ ეს ფსიქიატრები მეხმარებოდნენ, რა თქმა უნდა, ძალიან დამეხმარა ასევე თავად ქალბატონი თამარ ალადაშვილიც, რომლის ინტერესებსაც ვიცავდი და მთავარი რაც დამეხმარა არის მისი სიმართლე. ეს ადამიანი მართალი იყო. საქმე იყო შეკერილი მის წინააღმდეგ და დამერწმუნეთ, არც ერთი გამოკითხვის ოქმი, რომელიც საქმეში არსებობდა, არ იყო რეალურად მათ მიერ მიცემული, ეს იყო წინასწარ შეთხსული გამოკითხვის ოქმები. ასევე ხელოვნური მოწმეები იყო ამ საქმეში, ეგრეთ წოდებული ჩადებული მოწმეებს ვეძახით ჩვენ სისხლის სამართლის ადვოკატები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით თითქოს ამყარებდნენ ბრალდების ხარის პოზიციას, მაგრამ აქაც ჯვარდინ დაკითხვის შედეგად ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ყველა ეს მოწმე იყო ცრუ მოწმე, მათ მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია იყო ცრუ ინფორმაცია, ხოლო ქალბატონი თამარის მიერ მიცემული ჩვენება აბსოლუტურად თანმიმდევრული სანდო დამაჯერებელი იყო და შესაბამისობაში საქმეში არსებულ სხვა ნეიტრალურ მტკიცებულებებთან, განსაკუთრებით ვიდეო კამერით ჩანაწერებთან. მარტივ მაგალითს გეტყვით. მოწმეები ამბობდნენ, რომ ქალბატონ თამართან რომ მივედით, თამარი უნდა მიმხვდარიყო, რომ ამას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რადგანაც არაადეკვატურად იქცეოდაო, თუმცა ვიდეო კამერით ჩანაწერი ჰქონდა ჩვენ წარდგენილი ამ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ვასაბუთებდით იმას, რომ არანაირი არაადეკვატური ქცევა არ გამომდინარეობდა. და ბევრი სხვადასხვა დეტალი იყო ისეთი, რაც მათ გაგვიდასტურეს ჯვარდინ დაკითხვის დროს და რაც ასევე ვიდეოს ეწინააღმდეგებოდა, შესაბამისად, მოსამართლეს რომ გაემტყუნებინა თამარ ალადაშვილი, ეს იქნებოდა უდიდესი უკანონობა და ისეთი პრეცედენტი იქნებოდა, რომ ნებისმიერი ექიმი ამ ქვეყანაში დადგებოდა საფრთხის ქვეშ, რომ ნებისმიერ პაციენტს ექნებოდა შესაძლებლობა რაღაც დაებრალებინა ნებისმიერ დროს და წავიდოდა ციხეში. ეს რა თქმა უნდა დაუშვებელია. ისევე როგორც დანაშაულის ჩამდენი ექიმის დაუსჯელობა არის და ხელის დაფარება არის დაუშვებელი, ასევე კიდევ ერთხელ ვიმეორებს, კიდევ უფრო დაუშვებელი არის უდანაშაულო ექიმის ციხეში გაშვება. დასაკვირველია. ქალბატონი ნინო, თქვენთან გადმოვაკითხვით, რომ ჩვენი პოდკასტი დაიწყო არც ისე დიდი ხანია, რაც ვწერთ ეპიზოდებს და ერთი ასეთი შეკითხვა იყო დასმული მაყურებლის მხრიდან, რომელიც ეხებოდა ინფორმირებულ თანხმობას. რატომღაც პაციენტებს აქვთ განცდა, როდესაც ხელს აწერენ ინფორმირებულ თანხმობაზე, რომ იქ თუ წერია სამედიცინო ჩარევის შემდგომი გართულებების შესახებ ინფორმაცია, ეს ავტომატურად ნიშნავს ექიმის დაცვას. ასეთი ტიპის შეკითხვა იყო და მე მაინტერესებს და ალბათ ჩვენს მაყურებელსაც აინტერესებს, რომ ჩავშალოთ ძალიან კარგად, რატომ წარმოადგენს ინფორმირებული თანხმობა აი ამ ურთიერთობის, სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს, მით უმეტეს, როცა დღეს სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობაში ინფორმირებული თანხმობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო შეკითხვისათვის. მოდი დავიწყოთ ზოგადად პაციენტის ავტონომიურობის უფლებით. რას გულისხმობს პაციენტის ავტონომიურობა?
ავტონომიურობის უფლება, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება და რომელიც დროთა განმავლობაში პრიორიტეტად დასახელდა მათ შორის თუნდაც სასამართლო გადაწყვეტილებებში და მათ შორის არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენ ვიცით როგორც საქართველოში ასევე ევროპულ ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაში, სადაც ავტონომიურობის უფლების დარღვევა ცალსახად კლინიკისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა. ავტონომიურობა ნიშნავს იმას, რომ პაციენტმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაგეგმილ თუ განსახორციელებელ ჩარევასთან ერთად. მათ შორის მან ზუსტად უნდა იცოდეს დიაგნოზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტებამდე არ მიდის ხოლმე დღევანდელ საქართველოს სინამდვილეში და კიდევ უფრო მძიმეა შემთხვევა, როდესაც და კიდევ უფრო მძიმე მიავითარება, როდესაც სახეზე გვაქვს თუნდაც ძალიან მძიმე დიაგნოზი და ოჯახის წევრები, მეზობლები, მეგობრები ინფორმირებულები არიან ამ დიაგნოზთან დაკავშირებით, თუმცა პაციენტმა მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციას არ ფლობს და გადაწყვეტილებას იღებს მის ნაცვლად სხვა. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს პაციენტის ავტონომიურობის დარღვევას. პაციენტი მისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს ინფორმირებული მის დიაგნოზთან დაკავშირებით და ამასთანავე ექიმი ვალდებულია მის მიმართ განსახორციელებელ ჩარევასთან, ან დიაგნოზთან, ან ნებისმიერ სხვა გარემოებებთან დაკავშირებით დეტალურად პაციენტისათვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. რა არის ინფორმირებული თანხმობა? ჯერ კიდევ პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონში არის განმარტებული, რომ ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა უნდა გახორციელდეს წინასწარი ინფორმირების საფუძველზე. ანუ პაციენტს მისთვის გასაგებ ენაზე და აქ ხას უსვამ აი ამ საკითხს მისთვის გასაგებ ენაზე. დაგეგმილი სამედიცინო ჩარევამდე გონივრული ვადით ადრე და არა უშუალოდ ჩარევის წინ. ანუ როდესაც საოპერაციოში შეჰყავთ და საოპერაციო მაგიდასთან უკვე არის პაციენტი ან წინა საოპერაციო ბლოკშია და შესაბამისად აი აქ ხდება ამ დოკუმენტის გაფორმება. ეს რა თქმა უნდა შეცდომაა და პაციენტს დაგეგმილ სამედიცინო ჩარევამდე გონივრული ვადით ადრე პაციენტმა მისთვის გასაგებ ენაზე უნდა მიიღოს დეტალური ამომწურავი ინფორმაცია მისი დიაგნოზის, დაგეგმილი ჩარევის განხორციელების შედეგად პოტენციური რისკების შესახებ და ამასთანავე რისკები და გართულებების შესახებ და ამასთანავე მას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ეს არის ნებაყოფლობითი და ამასთანავე უნდა ეცნობს, რომ თუ ამ ჩარევაზე უარს იტყვის, სავარაუდო ალტერნატიული შეთავაზება რა არის კლინიკის მხრიდან და ამ ალტერნატიული შეთავაზების შემთხვევაში რა არის ის დადებითი ანუ უარყოფითი ანუ რისკებიც და შედეგებიც, რომელსაც იგი უნდა ევლოდეს. აუცილებელია ინფორმირებული თანხმობა მოიცავდეს, მიწოდებული ინფორმაცია მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას საფინანსო და ფინანსურ და სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე პაციენტი გასცემს თანხმობას, რომელიც მიიჩნევა ინფორმირებულ თანხმობას. ერთი ძალიან საინტერესო სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც პრინციპში პირველი იყო, ეს იყო 2016 წელს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება და ძალიან ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც პაციენტმა ჩაიტარა თვალის კატარაქტის ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული იყო და პაციენტი ინფორმირებული იყო ერთი სახეობის ბროლთან დაკავშირებით და ის რომ იმასთან დაკავშირებით რომ კეთდებოდა ლაზერული ოპერაცია, ანუ ქირურგიული განაკვეთის გარეშე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩატარდა ოპერაციის მსვლელობის დროს თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე შეცვალა ქირურგმა სტრატეგია და ერთის ნაცვლად ჩაატარა განსხვავებული ბროლი ჩადგა სხვა ქვეყნის წარმოების და ამასთანავე შეცვალა ტაქტიკა და ჩაატარა ქირურგიული ოპერაცია და თვალზე ორი ნაკედი დაედო. სასამართლოში პაციენტი ჩიოდა სამედიცინო შეცდომიდან მიყენებულ ზიანს და სამედიცინო შეცდომა და გადაცდომა და ექიმის პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეცდომის გამო არ დამდგარა, თუმცა სასამართლომ შეაფასა რამდენად ჯეროვანი იყო სამედიცინო ისტორიაში არსებული ინფორმირებული თანხმობა. იყო თუ არა იქ ინფორმაცია გართულებების და თუნდაც არასასურველი შედეგების შესახებ მიწოდებული პაციენტისათვის გასაგებ ენაზე. უნდა გავითავისოთ, რომ პაციენტი არ არის ექიმი და მისთვის სამედიცინო ტერმინოლოგიით ახსნილი მოსალოდნელი რისკები არარელევანტურია და აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლო მიუთითა, რომ ინფორმირებული თანხმობა გაცემულია არის ძალიან ზოგადი და იქ მითითებული თუნდაც ის ინფექციური დაავადებები და
ასე შემდგომ თვალისწინში დაინფექციები და ასე შემდგომ ეს არის ძალიან ზოგადი და სასამართლომ არავალიდურად, არანამდვილად ჩათვალა ინფორმირებული თანხმობა და დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო შეცდომა არ დადასტურდა. რომ შევაჯამოთ, ინფორმირებული თანხმობა ეს არის ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების დაწყობის წინაპირობები. კანონი განსაზღვრავს საქმიანობის იმ ჩამონათვალს, რომელსაც უნდა წერილობითი ფორმით, თუმცა დოქტრინასა და თუნდაც გადაწყვეტილებებში ინფორმირებული თანხმობის რამოდენიმე გარემოება არის კრიტერიუმი განისაზღვრება, რაც საიდანაც გამოვყოფ პირველი სამედიცინო ტერმინოლოგიით ნაკლებად დატვირთული უნდა იყოს და პაციენტისათვის მისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს მიცემული. გადაცემული და ეს უნდა იყოს სამედიცინო ჩარევამდე გონივრული ვადით ადრე, რადგან პაციენტს კონდეს შესაძლებლობა გაცნობიერებულად მიიღოს გადაწყვეტილება ამ ჩარევასთან დაკავშირებით. ასე იგი მე ესეთი დასკვნა გამოვიტანეთ თქვენი საუბრიდან, რომ თუ კი ინფორმირებული თანხმობა არ არის კანონის დაცვით შედგენილი და იქ დეტალურად არ არის გაწერილი, ვთქვათ, აი ეს ყველა პუნქტი, რომელიც ჩამოთვალეთ და ასევე გარდა იმისა, რომ ვთქვათ, დოკუმენტაციაში რა წერია, ეს ყველაფერი ზეპირად პაციენტს უნდა გააცნოს ექიმმა, თუ ეს მოთხოვნები არ არის დაცული, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს ასეთი ინფორმირებული თანხმობა და ჩაითვალოს, რომ პაციენტი არ იყო ინფორმირებული. შეიძლება არა. ასეთი ინფორმირებული თანხმობა ბათილია. ანუ იმეიჩნევა, რომ ინფორმირებული თანხმობა სახეზე არ აქვს. შესაბამისად გვაქვს საოპერაციო ჩარევა განხორციელებული პაციენტის არასათანადო ინფორმირების შემთხვევაში, რომელიც ცხადია მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია მიუთითა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ და ერთი ესეთი ძალიან გახმაურებული საქმეა კონოვალოვა რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ქალბატონი ასაბუთებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური ფურცელზე არსებული ხელმოწერა თანხმობა იდო საქმეში, ეს გაცემულია საქმე ეხებოდა მელოგინეს, ანუ მშობიარე ქალბატონს, რომელს მშობიარობა საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა, დაახლოებით 48 საათი და ასე შემდგომ და საოპერაციო ძილს შორის მიღებული იყო ეს დოკუმენტი, ანუ წერილი იყო ეს დოკუმენტი და აქ გაცნობიერების ნაწილი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და სტრასბურგმა უფლების დარღვევა დაადგინა. სწორედ აი ამ სტრასბურგის გადაწყვეტილების მოშველიებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ინფორმირება უნდა იყოს ჯეროვანი ამომწურავი და უნდა იყოს გაცემული გონივრული ვადით ადრე, რათა პაციენტმა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. ცხადია, აქაც არის გამონაკლისები, თუმცა და ეს გამონაკლისები ეხება ბუნებრივი არასრულ ასევე გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არ მქონეს, კანონი ასეთ შემთხვევაში გაწერს იმ სუბიექტებს, ვინ იღებს პაციენტის ნაცვლად გადაწყვეტილებას. თუ გვაქვს სახეზე ზეპირი ინფორმირებული თანხმობა, კანონი განმარტავს, რომ შესაძლებელია ზეპირიც იყოს გარდა იმ თავად კანონით განსაზღვრული სამედიცინო ჩარევისა, ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მთლიანად გადადის ექიმსა და სამედიცინო დაწესებულებაზე, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან რთული სამტკიცებელია. ნუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თუ კი პაციენტი ინფორმირებული იქნება წინას წარმოსალოდნელი გართულებების შესახებ, ანუ შესაბამისად იკლებს კიდევაც ალბათ შემდგომში უკვე პაციენტის უკმაყოფილების რისკი და რისკი იმისა, რომ პაციენტმა მიმართოს სასამართლოს. დიახ, ასეთ შემთხვევაში სწორედ აი ამ დროს დეტალურად მოწმდება ინფორმირებული თანხმობის დოკუმენტი. მე რამოდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება შემიძლია მიმოვიხილო, მათ შორის ძალიან ბევრი ამ ეტაპზე ამ თანამედროვე ეპოქაში წამოვიდა მის პაციენტის საჩივრები პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ როდის დგება პლასტიკური ქირურგის პასუხისმგებლობა. სწორედ აი ამ დროს სასამართლო დავისას მე ხაზს უსვამ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების დავისას დეტალურად მოწმდება, რამდენად მისთვის გასაგებ ენაზე, ანუ პაციენტისათვის, აქ გონიერი ადამიანის სტანდარტით მოწმდება, პაციენტისათვის გასაგებ ენაზე იყო ინფორმირებული პაციენტი მოსალოდნელ გართულებებთან დაკავშირებით. და კიდევ ჩემი შეკითხვის პასუხად ასევე გამოვყოფ საკითხს ნებისმიერი არასასურველი შედეგი, მათ შორის პლასტიკური ქირურგიის დროს წარმოადგენს თუ არა ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველს. იმიტომ რომ პლასტიკური ქირურგია ძირითადად როდის აქვს სუბიექტურია შეფასება, ხო? შეიძლება პაციენტს თქვათ რაღაცა სხვა შედეგი წარმოედგინა, რომ დადგებოდა და დადგა სხვა შედეგი. აი ამ შემთხვევაში ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დგება?
ზუსტად ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ერთი ძალიან გახმაურებული საქმეზე ვისაუბრებ. ჩატარდა ანუ პაციენტს ჩაუტარდა ერთდროულად ცხვირის ანუ სეპტოპლასტიკა, სეპტოპლასტიკა და მკერდის გადიდება, ანუ აუგმენტაცია სილიკონის იმპლანტებით. რამოდენიმე თვის შემდგომ პაციენტი ამბობდა, რომ განვითარდა მისთვის არასასურველი შედეგი კერძოდ ერთ მკერდში განვითარდა ეგრეთ წოდებული კაფსულარული კონტრაქტურა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოგეხსენებათ ნებისმიერ უცხო სხეულს ადამიანის ორგანიზმი აღიქვამს როგორც საფრთხეს და ბუნებრივი ან შემაერთებელი ქსოვილი ძალიან უხეშად განვითარდა, ნაწიბური განვითარდა და ამან გამოიწვია ასიმეტრია. ჩატარდა განმეორებითი მაკორექტირებელი ოპერაცია, თუმცა შედეგი მაინც არასასურველი იყო და დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი ასიმეტრია განვითარდა ამ მკერდზე. პაციენტი დაობდა იმას, რომ სახეზე იყო მისთვის არასასურველი შედეგი და ეს არასასურველი შედეგი გამოწვეული იყო ექიმის არასწორი განხორციელებული სამედიცინო ჩარევით, რადგან მან ექიმმა პაციენტის მითითებით ექიმმა დაარღვია ჯერ წარმოების წესი, რადგან გააკეთა ჯერ ცხვირის ოპერაცია და შემდგომ მკერდის ოპერაცია და შესაბამისად ამან გამოიწვია მის ვირუსისა და დაინფიცირება იმ სამუშაო გარემოს გულისხმობ ამ შემთხვევაში ჭრილობის და ამან გამოიწვია მოგვიანებით ორი ოპერაცია ერთდროს ჩატარდა. დიახ. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო მნიშვნელოვანი და რა დაადგინა სასამართლომ? დეტალურად შემოწმდა ინფორმირებული თანხმობის დოკუმენტი. ინფორმირებულ თანხმობაში ეწერა, რომ ნებისმიერი მკერდის აუგმენტაციის გართულება ეს არის ეგრეთ წოდებული კაფსულარული კონტრაქტურა, მაგრამ კაფსულარული კონტრაქტურა როგორც ასეთი სიტყვა ნახსენები არ იყო, ეწერა ნებისმიერი ასიმეტრია, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს პოსტოპერაციულ პერიოდში. შესაბამისად, სასამართლო დარწმუნდა იმაში, რომ ეს ინფორმირებული თანხმობის დოკუმენტი, რომ შედგენილი იყო ოპერაციამდე და მასში პაციენტისათვის გასაგებ ენაზე იყო აღწერილი აღნიშნული. ამასთანავე დაიკითხა და დეტალურად გამოიკითხა ამ სფეროს ექსპერტები, პლასტიკური ქირურგები, რომლებიც ძალიან ცნობილი და ძალიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრები არიან და რომელთაც დეტალურად განმარტეს, რომ კაფსულარული კონტრაქტურა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ექიმის გადაცდომის შედეგი. ის არის იგი ვითარდება, იგი არის პაციენტის ორგანიზმის უნარი უცხო სხეულზე, რომელიც რა თქმა უნდა განსხვავებული და ის მისდევს პაციენტს და არა ექიმს. ზუსტად ციტირება შემიძლია მოვახდინო ექსპერტის განმარტებიდან, სადაც თქვა, რომ კაფსულარული კონტრაქტურა არ მისდევს არ არის სამედიცინო შეცდომის შედეგი. ის არის პაციენტის უნარი უცხო სხეულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. და ასევე ერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მოკლედ ხერხემლის დისკოზი ჰქონდა პაციენტს და ჩაიტარა ოპერაცია და ამ შემთხვევაში უკაცრავად ჩაგეკითხებით, ანუ ამ შემთხვევაში დადგა ექიმის გამამართლებელი განაჩენი, სადაც ინფორმირებული თანხმობის სტანდარტები იყო დაცული და ასევე პაციენტს ჰქონდა ექიმის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია თუ რა გართულება შეიძლება მოყოლოდა ოპერაციას, მაგრამ აი ეს მეორე შემთხვევა, რომელსაც ახლა თქვენ განიხილავთ, წინასწარო გითხრათ, აქ რა განაჩენი დადგა? სასამართლო გადაწყვეტილება, განაჩენი სისხლის სამართლებაშია. დიახ, ნახეთ, აქ ჩემს აი პლასტიკური ქირურგის საქმეში შემოწმდა ერთი, რომ ინფორმირება იყო და მეორე შემოწმდა, რომ გადაცდომას და შეცდომის შედეგი არ იყო ეს არასასურველი. ეს იყო უბრალოდ გვერდითი ეფექტი და გართულება, რომ შევაჯამოთ და ყოველთვის ყველა პაციენტმა და ნებისმიერ პირისათვის ყოველთვის ამას ვამტკიცებ, ცნობილი და აღქმადი რომ იყოს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა მხოლოდ სამედიცინო შეცდომის დროს დგება. ნებისმიერი თუნდაც არასასურველია შემთხვევა ან გართულება ან რაიმე ისეთი მისაღები ან მიუღებელი შედეგი ცალსახად არ წარმოადგენს ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველს. ეხლა რაც შეეხება ის ძალიან ცნობილი და გახმაურებული кейსი საქმე, მეორე საქმე, რომელსაც რამოდენიმე წუთში მოგახსენებთ, ეს არის პაციენტს აწუხებდა აუტანელი წელის ტკივილები, ანუ ნერვი იყო ხერხემალში მოყოლილი და მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან საშინელი ტკივილი, ჩაიტარა ოპერაცია და გამოჯანმრთელების ნაცვლად განვითარდა წელს ქვემოთ მოწყდა მოკლედ პაციენტი და დაკარგა გადაადგილების უნარი. იცოდა პაციენტმა ამ გართულების შესახებ ზუსტად ეს იყო ქალბატონო მეგი, პაციენტი ამბობდა, რომ მე რომ მცოდნოდა
აღნიშნული რომ წარმოადგენდა გართულებას, ბუნებრივია, მე არ ჩავიტარებდი ოპერაციას. მართლა არავინ არ იცის ამ ინფორმირების შემთხვევაში ჩაიტარებდა თუ არა და რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ სასამართლომ თქვა რომ ესეთი გართულება, რომლის განვითარების ალბათობა არის მეტნაკლებად არსებობს და რომელმაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს პაციენტის სამომავლო ცხოვრების წესზე და მოგეხსენებათ როგორი რთულია პარაპლეგია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნუ წელს პარალიზება და პარაპლეგია განვითარდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და აღნიშნული გახდა, რა თქმა უნდა, ექიმის პასუხისმგებლობის, კლინიკის პასუხისმგებლობის საფუძველი მიუხედავად იმისა, სამედიცინო შეცდომა არ დადასტურებულა. ანუ ოპერაცია ჩატარდა წარმატებით, გულისხმობ იმას, რომ სამედიცინო შეცდომის გარეშე, მაგრამ ვინაიდან დადგა სამედიცინო გართულება, სახეზე ქონა სამედიცინო გართულება და არაჯეროვანი ინფორმირება, ეს მაინც წარმოადგენს კლინიკის პასუხისმგებლობის საფუძველს. ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს გახდა საფუძველი და პაციენტმა არ იცოდა წინასწარ მისთვის გასაგებენაზე მას არ ჰქონდა მიწოდებული ინფორმაცია თუ რა გართულება შეიძლება და მოყოლოდა ამ ოპერაციას. ბატონ ტარიელ, თქვენთან გადმოვდივარ შეკითხვით, აი მაგალითად არის თუ არა ისეთი შემთხვევები, როდესაც მოგეხსენებათ ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ოპერაცია თუ ასე შემდეგ დაკავშირებული არა ერთ კონკრეტულ ექიმთან, არამედ იქ მთელი გუნდი მუშაობს. შეიძლება მაგალითად გართულების შემთხვევებში პაციენტმა ერთი კლინიკიდან მეორეს მიმართოს და მაინც ბოლოს როდესაც დგება სასურველი შედეგი, ან პაციენტი გრძნობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, მიმართავენ სასამართლოს. თუ მომხდარა ისე, რომ აი ამ გამოძიების პროცესში და სასამართლოს წარმოების პროცესში ერთი ექიმის ნაცვლად, მაგალითად სხვა ექიმის პასუხისმგებლობა გამოკვეთილა და სხვა მიმართულებით წასულა გამოძიება. კარგი კითხვა. მე შემიძლია გავხსენო ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი. ნამდვილად დასტურდებოდა უტყუარად, რომ რამოდენიმე ექიმმა სხვადასხვა დროს გარკვეული პროცედურები ჩაატარა, სამედიცინო პროცედურები ჩაატარა. და როდესაც მოყვა ძალიან მძიმე შედეგი, საბოლოოდ შედეგი იყო ძალიან მძიმე, იმისათვის, რათა პასუხისმგებაში მიეცათ კონკრეტული ექიმი უნდა დაედასტურებინა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით გამოძიებას, რომ ამ კონკრეტული ექიმის, ამ კონკრეტულმა მოქმედებამ გამოიწვია შედეგი. და ბრალდება წარუდგინეს ერთ-ერთ ექიმს, ისე რომ დაბარებულიც არ იყო საერთოდ გამოსაკითხად, რომ კითხვები დაისვათ, რა გააკეთე, როგორ გააკეთე და ასე შემდეგ. საქმის განხილვის დროს გამოიკვეთა, რომ ამ ექიმს საერთოდ არ გაუკეთებია ის, რასაც ედავებოდნენ. გააკეთა სხვა ექიმმა, რომელი ექიმიც გამოძიების დროს დაბარებული იყო, გამოკითხული იყო და ამბობდა, რომ მე არ გამიკეთებიაო, ამან გააკეთაო. ვისაც შემდეგ ბრალი წარუდგინეს. უკეთ, როდესაც დადგა ერთი კლინიკა, როდესაც დადგა გამომართლებელი განაჩენი, ამის შემდეგ ბრალდების ხარემ იმის ნაცვლად, რომ ვისი მხრიდან დანაშაული ჩადენას დადასტურდა. ის მიეცათ პასუხისმგებაში, ეს გაასაჩვირა სააპელაციოში, სადაც გაგზელდა 2 წელი საქმე, მერე უზენაეში, სადაც 1 წელი გაგზელდა და დასრულდა საერთოდ ამით საქმე. ანუ საქმის დაბრუნება გახსოვდება ძველი კოდექსით. ეს უკაცრავად ეს ექიმი, თუმცა დანაშაული იყო ის გაამართლეს. მაგრამ როგორც ძველი კოდექსით იყო საქმის დაბრუნება ხელახალ გამოძიებაში, მსგავსი რამ დღეს არ არსებობს. ამიტომ ვამბობ და ყოველთვის არა მარტო მსგავსი ტიპის საქმეებზე, არამედ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე. დაუშვებელია ჯერ აარჩიო დამნაშავე და მერე დაიწყო გამოძიება. თუ იბარებ კლინიკის ერთ ექიმს, მეორე ექიმს, მესამე ექიმს და მათი ჩვენებების საფუძველზე პირდაპირ ბორკილებს ადებ მეოთხე ექიმს, ეს არასწორია. შენ ის მეოთხეც უნდა დაიბარო, დაუსვა კითხვები. თუ მათი მხრიდან მოწოდებული ინფორმაციები ერთმანეთზე წინააღმდეგება, შემდეგ უნდა ჩაატარო სხვა საგამოძიებო მოქმედებები, მოიპოვო ნეიტრალური მტკიცებულება და დაასაბუთო, რომელიც სრულობს, იქნებ ერთი სრულობს, იქნებ მეორე სრულობს. ხშირი ასევე რა შემთხვევა იცით? მაგალითად, სამი ექიმი ერთ ექიმს ადებს ხელს, აბრალებს რაღაცას და რადგანაც 3-1 წინააღმდეგარი პირდაპირ იმედს უყენებენ ბრალს. ეს არასწორია. შეიძლება 3 სრულობდეს, ხო? მარტო ამ ინფორმაციის საფუძველზე აიღო და ადამიანი დააკავო დაუშვებელი არის. ამიტომ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებაზე ამიტომ საუბრობ ყოველთვის. და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გამოძიებაში საქმის დაბრუნება დღევანდელი კოდექსით არ ხდება, მით უმეტეს ამ ფონზე დაუშვებელია
რაღაც PR-ის გამო ექიმს ბორკილები დაადო. აი ხშირად არის, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ახალგაზრდა ადამიანი, რაც უდიდესი ტრაგედია არის და საზოგადოება აღშფოთებულია, საზოგადოება რომ დაამშვიდონ, საზოგადოებრივ აზრზე რომ მანიპულირება მოახდინონ, ხშირად არის შემთხვევა, რომ მაშინვე ადებენ ბორკილს ადამიანს და შემდეგ აგროვებენ. და ამ დროს თითქოს არის განცდა, რომ სამართალმა იზეიმა. დიახ, ამ დროს არის ასევე შემთხვევა, ერთ რამეს ვიტყვი, როდესაც შემდეგ ადვოკატი ერთვები ასეთ საქმეში, სადაც საზოგადოება ზეიმობს კონკრეტული ექიმის დაკავებას, შენს მიმართაც ხშირ შემთხვევაში უკვე მოდის აგრესია ადვოკატის მიმართაც და ადვოკატს გიწევს მუშაობა არა მარტო სასამართლო დარბაზში, არამედ სასამართლოს დარბაზს გარეთაც რომ საზოგადოებას აუხსნა, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის იცით რომ პირველი ეფექტი საზოგადოების პირველი რეაქცია არის ძალიან ძლიერი. ამის შეცვლა შემდეგ დროთა განმავლობაში არის საკმაოდ რთული და ადვოკატებს პირდაპირ გეტყვით ჩვენ გქონია საქმეები, სადაც ჩვენი ენერგიის 50% დაგვიხარჯავს არა სასამართლო დარბაზში, არამედ სასამართლოს დარბაზს გარეთაც. ვინაიდან? მათ შორის სოციალურ ქსელში. გინდა არ გინდა, პირდაპირ ვიტყვი და თამამად ვიტყვი, რომ საზოგადოებრივი აზრი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს სასამართლოზე, მათ შორის განსაკუთრებით რა თქმა უნდა ნაფიცაჯულებზე, მაგრამ ასევე მოსამართლეზეც, რიგით მოსამართლეზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამიტომ ჩვენი მიზანი არის რომ დავიცვათ ადამიანი არა მარტო დარბაზში, სასამართლო დარბაზში, არამედ დარბაზს გარეთაც და ყველგან სადაც მისი დაცვა აუცილებელი და საჭიროა იმისათვის, რათა სასურველი შედეგი დადგეს. ჩვენ ხედავთ, რომ მიდის ადვოკატების ბულინგი იმის გამო, რომ იცავენ ამა თუ იმ ადამიანს და ხშირად ყოფილა შემთხვევა კომენტარებში დაუწერიათ, რომ ადვოკატიც უნდა დააკავო ამას, რომ იცავს. ჩაქოლეთ ესეც და მისი ადვოკატიც და შემდეგ უკვე გადის რაღაც 9 თვე, დგება გამომართლებელი განაჩენი და იგივე ადამიანები, ვინც მანამდე ადვოკატის ჩაქოლვას ითხოვენ, იმავე ადვოკატს უკვე ულოცავენ უდანაშაულო ადამიანის დაცვას. და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება ხდება პირველ დღეებში ძალიან ხშირად და ამაში მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი არის ჟურნალისტების როლი. ჟურნალისტებმა არ უნდა წარმოაჩინონ დაკავებული პირი როგორც დამნაშავე. არ შეიძლება ჟურნალისტი გამოდიოდეს ტელევიზიით და ამბობდეს, რომ დააკავეს დამნაშავე. აი ხშირად ყოფილა ესეთი რამე, რომ უდანაშაულობის პრეზუმპციაზე ამ დროს ხშირად მომხდარა მსგავსი რამ, რომ ჟურნალისტს უთქვამს, რომ ცხელ კვარზე დააკავეს სასტიკი დამნაშავე. ჩავერთეთ საქმეში, ხედავ რომ ეს კაცი უდანაშაულოა და არასწორად არის დაჭერილი და სხვა არის თავისუფალი რეალური დამნაშავე თავისუფლებაშია და შემდეგ უკვე დგება გამომართლებელი განაჩენი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი იმდენად ძლიერად იქნება, ნეგატიური განწყობა იქნება ამ ადამიანის წინააღმდეგ, რომ აქ უკვე ჩვენ ძალიან დიდი შრომა გვიწევს, რომ საზოგადოებას აუხსნათ, რომ ეს ისე არ არის, როგორც წარმოუჩინეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექიმს ეხება საქმე და მაღალი რეპუტაციის მქონე პირს ეხება საქმე, ეფექტურად მუშაობდეს სასამართლო დარბაზში და მის გარეთაც იმისათვის, რათა ექიმის ღირსება და რეპუტაცია დაიცვას აბსოლუტურად ყველგან. აი ერთგვარად რო გავაგრძელოთ ბატონი ტარიელის მიერ დაწყებული ეს მოსაზრება, განსაკუთრებით რთულდება შემთხვევა, თუნდაც სამოქალაქო დავებს შეგულისხმობ, როდესაც სახეზე გვაქვს რამოდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მიღებული სერვისი. ანუ პირობითად კონკრეტულად ერთი ჩარევა განახორციელა ერთმა სამედიცინო დაწესებულებამ, შემდგომ დატოვა, განუვითარდა პაციენტს სიცხეები ან ასე შემდგომ მოათავსეს მეორე დაწესებულებაში, იქ იყო გარკვეული პერიოდი, შემდგომ მესამეში და ასე შემდგომ. და უჩივის პაციენტი ამ დროს. ხშირ შემთხვევაში ქალბატონი უჩივის მოპასუხედ თავდაპირველ სარჩელში განსაზღვრული ყავს ის სუბიექტი, რომელზედაც შესაძლებელია, რომელს ბრალეულობაც გამორიცხული იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაფრაზებულია პაციენტი და აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, აუცილებლად ხაზგასასმელია პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან სწორი გამართული ჯეროვანი კომუნიკაციის ნაწილი. მე მქონია შემთხვევა და ერთ-ერთი ძალიან გახმაურებული кейსია, საქმეა, პაციენტი გარდაიცვალა და დადგინდა, რომ მას მიწოდებული ჰქონდა სამედიცინო მომსახურება 3 სხვადასხვა დამოუკიდებელ
კლინიკაში. ვინ არის პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის გარდაცვალებაზე, ხო? ხა ბატონი ტარიელი საუბრობდა, რომ სისხლის სამართალში გვაქვს ბრალეული პასუხისმგებლობა, თუმცა სამოქალაქო სამართალში არის გარკვეული შემთხვევები, სადაც არსებობს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა. და სასამართლომ უნდა დაადასტუროს, უფრო სწორად უნდა გამოიკლიოს, ვის მიერ არის განხორციელებული სამედიცინო შეცდომა და შემდგომ აუცილებელია განისაზღვროს სამედიცინო შეცდომასა და გარდაცვალებას შორის ან იმის შედეგ შორის, რომელიც შეიძლება გარდაცვალება არ იყოს, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესება იყოს, მიზეზობრივი კავშირი. შესაძლებელია ეს იყოს პირველი სამედიცინო ჩარევისას განხორციელებული, მაგალითად, ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები, რომ მოგეხსენებათ ნებისმიერი საკეისრო კვეთა დაკავშირებულია ურთულეს და უმნიშვნელოვანეს გართულებებთან, ხო? ტოვებს სამედიცინო დაწესებულებას რაღაც მეხუთე დღეს პირობითად ან მესამე დღეს პაციენტი, მოგვიანებით იწყება სიცხეები, ასე შემდგომ და სეპსისი და როგორც წესი სეპსისი, ხო? ამას მოსდევს ხოლმე. შემდგომ სხვა დაწესებულებას მიმართავს და იქ უკეთებენ ოპერაციას. შემდგომ შესაძლებელია ისევ და მესამე დაწესებულებაც უკვე მესამე დაწესებულებაში იქნეს სხვადასხვა მიზეზით მოთავსებული. სასამართლომ უნდა გამოიკლიოს, სად იყო რომელი კლინიკის მიერ განხორციელებული ჩარევა განხორციელდა ნაკლის მქონე, ანუ ნაკლიანი შესრულება სად იყო და ამასთანავე ამ შედეგ შორის ეს გარდაცვალება იქნება, ეს იქნება ადამიანის სხეულის ორგანოს დაკარგვა პირობითად ან ჯანმრთელობის გაუარესება, აი ამ შეცდომასა და შედეგ შორის რომელი მიზეზობრივი კავშირი არსებობს. თუმცა თქვენ სეპსისი ახსენეთ, ანუ ეს ხომ არის ერთ-ერთი გართულება, ვთქვათ, საკეისროს, ვთქვათ, ერთ-ერთი გართულება. ამ შემთხვევაში თუ კი პაციენტი არის ინფორმირებული სწორად და ჯეროვნად საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მისთვის გასაგებენაზე, ამ შემთხვევაში მაინც დგება კლინიკის პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს ორი საკითხი. პირველი, ინფორმირებული იყო თუ არა და მეორე, ერთი არის რომ გართულება იყო, მაგრამ მეორე საკითხია ეს გართულება როგორ იქნა, ჯეროვნად იქნა ნამართი თუ არა სამედიცინო დაწესებულების მიერ. პირობითად სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, ძალიან ცნობილი და გახმაურებული кейსია, სადაც მე 9 დღეს სიცხეები ჰქონდა პაციენტს და ამბობს რომ მე რო გამომწერეს მაშინაც სიცხიანი ვიყავი. ერთი დღე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა და არც დაწყებულა და არ ვიცით როგორი შედეგი დასრულდებოდა, მაგრამ რო გამოწერეს მე-9 დღეს, მე-11 დღეს უკვე სეპსისი შედის კლინიკაში, დაჰყოფს იქ რამოდენიმე საათს და აგზავნიან სეპსისის ცენტრში და იქ უკვე დაკარგა საშულოსნო ბუნებრივი, იმიტომ რომ შეუთავსებელი იყო. მთავარი ექსპერტიზით რა დადგინდა ის რომ არასწორად იყო ნამართი, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით რომ სეპსისი არის გართულება საკეისრო კვეთის და გადაუდებელი ურგენტული ჩარევის დროს, ანუ გულისხმობ ურგენტული საკეისრო კვეთის დროს ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გაკეთდა თუ არა, მე ჩემს პირველ ნაწილზე ვისაუბრე, პროტოკოლით გათვალისწინებული ანტიბიოტიკოთერაპია ჩატარდა თუ არა და ამ გადაწყვეტილებაში იცით რა დადგინდა, როდესაც უკვე ამოისეპსისის ცენტრში მოთავსების შემდგომ ამოიღეს საშვილოსნო სრულად და დადგინდა, რომ საკეისრო კვეთის დროს ნაკერში იყო მოყოლილი შარდის ბუშტი, ნაწლავის გარკვეული ნაწილი და ეს საშვილოსნო, რის გამოც საშვილოსნოში ქროვდებოდა მასა, ეს არის ნაწლავიდან გადმოჟონილი და რომელიც შემდგომ იწვევდა ბუნებრივია არასასურველ შედეგს. ახლა სამედიცინო შეცდომასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ხო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ შევაჯამოთ გართულებაც საკითხია, მაგრამ გართულების მიღმა არის სტანდარტით დადგენილი მკურნალობა, რომელიც აუცილებლად უნდა შემოწმდეს შესაბამისი ექსპერტიზით. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეიძლება ზოგჯერ სასამართლომ და გამოძიებამ დაადანაშაულოს ექიმი, რომელიც არ არის დამნაშავე და გამოიკვეთოს სხვა ექიმის ბრალეულობა, თუმცა თქვენ იმაზეც ისაუბრეთ, რომ შემდგომ უკვე აღარ დაბრუნდა ძიებაში ეს აღნიშნული საქმე. ექიმს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო, ასე ვთქვათ, ბრალდებულის სტატუსით და ბოლოს დადგა მისი გამამართლებელი განაჩენი, შეუძლია თუ არა მიმართოს მერე სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია. ექიმს და არა მარტო ექიმს, ნებისმიერ გამართლებულ ადამიანს, რომელიც იყო ბრალდებული და ედავებოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, შეუძლია აწარმოოს დავა და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. განსაკუთრებით პრაქტიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით უფრო მარტივი არის ზარალის ანაზღაურების დასაბუთება, თუ ეს ადამიანი იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, ან თუ მის მიმართ პირველ ინსტანციაში
დადგა გამომტყუნებელი განაჩენი, მას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და შემდეგ შემდგომ ინსტანციაში მის მიმართ გამომტყუნებელი განაჩენი შეიცვალა გამართლებელი განაჩენით. ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივია დაასაბუთო, რომ შენ ზარალი განიცადე. თუმცა საერთოდ რომ ერთი დღე არ გაეტარებინა, ამ ადამიანს პატიმრობაში, საპატიმრო დაწესებულებაში, მას მაინც შეუძლია, რა თქმა უნდა, მოითხოვოს ზარალის სანახაურება, მან მიიღო და ნებისმიერი ბრალდებული იღებს მორალურ ზარალს, მას შეუძლია მოითხოვოს ასევე ხარჯების სანახაურება, მათ შორის ადვოკატის ხარჯების და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან ხშირად ამბობენ, რომ რა მოხდა მერე მოითხოვეს ზარალის სანახაურება, დამერწმუნეთ, როდესაც ექიმი ხარ, საზოგადოებას ადამიანებს ემსახურები წლების განმავლობაში, შენს პროფესიას ემსახურები და 3, 4, 5, 6 წელი ხარ ბრალდებული და რაღაც აბსურდს გედავებიან, დამერწმუნეთ, ვერანაირი ზარალის სანახაურება, ვერანაირი ფულადი თანხა ვერ დააკომპენსირებს იმ უდიდეს ზიანს, რაც მიღებული აქვს უკვე ამ ადამიანს წლების განმავლობაში. ამიტომ ვამბობ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოიკიდოს საგამოძიებო ორგანო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს და კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ დააკავებენ და ბორკილებს დაადებენ ექიმებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისიც დაუშვებელია, რაც ხდება ხანდახან პრაქტიკაში, რომ ექიმს უდასტურდება კონკრეტული დანაშაულის ჩადენა, მაგრამ საერთოდ არ ეხებიან და უდანაშაულო ექიმებს კი ძალიან მარტივად უყენებენ ბრალდებას და ამბობენ ხშირ შემთხვევაში ამას, რომ მოდი მოსამართლემ გადაწყვიტოს და შემდეგ უკვე რეალური დამნაშავე დაუსჯელი რჩება. მნიშვნელოვანია კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან მკაცრი და ნათელი ზღვარი გავავლოთ. არ დავსაჯოთ უდანაშაულო ადამიანი და ეს მარტო ექიმებს არ ეხება, ყველა ადამიანს ეხება, ყველა მოქალაქეს ეხება და რეალურ დამნაშავეს ხელი არ დავაფაროთ. რეალურ დამნაშავეს, როდესაც საქმე ეხება, თქვათ, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ ძალიან სახელიან ექიმებს, ხდება ხოლმე ისე, რომ ძალიან ბევრი დამცველი გამოუჩნდება. თქვენ ახლა ახსენეთ ექიმი, რომელიც მაგალითად ასე ვთქვათ, 3 კოლეგის მიერ იყო გაწირული. ასე ვთქვათ, მისი გამოკითხვა საერთოდ არ მომხდარა, თუმცა 3 კოლეგამ თქვა, რომ მისი დანაშაული იყო ეს კონკრეტული სამედიცინო გართულება, რომელსაც პაციენტის გარდაცვალება მოყვა. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, სადაც პაციენტს აქვს განცდა და უცველობის, სადაც ვთქვათ, საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ სახელიან ექიმს და სამწუხაროდ პაციენტი აწყდება ძალიან სერიოზულ პრობლემებს. როდესაც ვთქვათ, ექსპერტიზის დასკვნას ვერ ენდობა, იმიტომ რომ ვთქვათ, არის ასეთი ამაზე გამორიცხულია, რომ არ შევჩერდეთ. არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ექსპერტები, თუნდაც რაც თქვენ ახსენეთ, მოყავთ ისეთი წყაროები, რომელიც ვთქვათ, წაკითხული, არ წერია, ასე ვთქვათ, იმ წყაროში ზუსტად ის კონკრეტული გართულების რელევანტური არ არის, იმ კონკრეტული გართულების, ვთქვათ, მიზეზი არ დასტურდება სამეცნიერო ლიტერატურით და აი ამ შემთხვევაში რა გამოსავალი აქვს პაციენტს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი გვიყურებს და გვწერს, რომელსაც უბრალოდ ვერ მოახერხა ეპოვა სამართალი. აი ამ შემთხვევაში რა ხდება ხოლმე? როდესაც საქმე ეხება ექიმს, რომელსაც ყავს გავლენიანი მეგობრები, ექსპერტები, როგორ უნდა იპოვოს სამართალი პაციენტმა? და ახერხებენ თუ არა პაციენტები სამართლის პოვნას? დიახ, ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება არსებობდეს საქმეში, მაგრამ ეს აპრიორი იმას ანიშნავს, რომ გამოძიება უნდა დაუჯეროს ამ ექსპერტიზის დასკვნას. მთავარი ის კი არ არის დასკვნა არსებობს თუ არა, მთავარია ეს დასკვნა რამდენად დასაბუთებული არის. შეიძლება ახლა ჩვენს დღევანდელ თემას არ ეხება, მაგრამ ნაფიც საჯოლებსაც რომ ვარჩევთ და კითხვას უსვამთ, რომ აი არსებობს მაგალითად ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა, საექსპერტო დაწესებულებამ გასცა დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აუცილებლად უნდა დაუჯერო, თუ ფიქრობ, რომ მოდი დაველოდებით და ამ ექსპერტის დაკითხვას და დავაკვირდები, რამდენად დამაჯერებელ პასუხებს გაცემს ის კრიტიკულ შეკითხვებს. თუ
ნაფიცი მსაჯულების კანდიდატი იტყვის, რომ ისი რა უკვე ექსპერტმა გასცადა, როგორ შეიძლება არ დაუჯერო. ესეთი ნაფიცი მსაჯულების კანდიდატი შეუთავსებელია ნაფიცი მსაჯულების არის ასეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად ექსპერტის დასკვნა არსებობს ცალსახა, რო ვთქვათ, ეს კონკრეტული შემთხვევა სამედიცინო გართულება ვთქვათ, ან ზიანი რაღაც გარკვეული გამყარებულია გარკვეული სამედიცინო ლიტერატურით და ამ დროს ვთქვათ, ნაფიცი მსაჯულები აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილებას იღებენ. მოგახსენებთ, ყურეთ. ნაფიცი მსაჯული უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რისი გამოკვლევა მოხდება სასამართლოში. ის რომ დასკვნა არსებობს აპრიორი იმას ანიშნავს, რომ ვინმე უნდა დაუჯეროს ან ნაფიცმა მსაჯულმა ან მოსამართლემ. ეს ექსპერტი რომ დაიკითხება, აი მაგალითად, დასკვნაში, აი ახლახანს ქონდა წინა კვირაში ქონდა ესეთი საქმე, ის ავტოტექნიკურ ექსპერტიზას ეხებოდა, ექსპერტი ადანაშაულებს მაგალითად ჩემს დასკვნაშობს და ამბობს, რომ მე გამოთვალე სიჩქარე, რაღაც ფორმულა მოიყვანა და ის მიდიოდა 120 კმ/სთ სიჩქარით, იქ სადაც 80-ით უნდა ევლო. და ადანაშაულებს მას და ადამიანი დაკავება ბრალი წარუდგენეს ადამიანს მისი დასკვნის საფუძველზე. და გამოყენებული აქვს ფორმულა საექსპერტო დაწესებულების ერთ-ერთ წამყვან ექსპერტს გამოყენებული აქვს და პირდაპირ მითითებული აქვს ფორმულა და ლიტერატურა. ეს ფორმულა საერთოდ არ არსებობს. ვერსად ვერ ვიპოვე საერთოდ. და თვითონაც როდესაც სასამართლოში დავკითხე და ვეუბნები, ფორმულა რომელსაც იყენებ, იქნებ შენი მოგონილია. როგორ გამოთვალე, ხო უნდა გადავამოწო შენს ვერ მოწოდებული ინფორმაცია. კითხვაზე პასუხი ვერ გაქვს. საერთოდ რა ფორმულით გამოთვალე. არ დგება ხოლმე თვითონ ექსპერტის პასუხისმგებლობის ან ცრუ მოწმის პასუხისმგებლობის. ასევე იყო შემთხვევა, რომ ექსპერტი ამბობს, რომ კონკრეტული იარაღთან დაკავშირებით ქონდა აბსოლუტურად არასწორი დასკვნა გაცემული, ეს სხვათა შორის კურიოზული ამბავია და ჩემმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან ეს რაც მოხდა იმ პროცესზე, ნაფიცი მსაჯულები იღებდნენ მონაწილეობას, ნაფიცები იხილავდნენ ამ საქმეს და ექსპერტს როდესაც დაუსვით იარაღს ეხებოდა კონკრეტული დასკვნა, წარმოიდგინეთ, იარაღი იყო გამოშვებული 2015 წელს და ლიტერატურა, რომელსაც ექსპერტი ეხმრობოდა, იყო 1988 წლის ლიტერატურა. და როდესაც სასამართლოში კითხვა დაუსვი ექსპერტს, რომ კი, მაგრამ თუ ამ ლიტერატურის მიხედვით შეისწავლე ეს იარაღი და დაწერე მისი მონაცემები. იცი თუ არა, შენ თუ იცი მეთქი, კითხვა დაუსვი, რომ ეს იარაღი 2015 წელს არის გამოცემული. და მე შეცვალა სასამართლოშივე და თქვა, რომ იცი რა, მე მასრებზე ვიგულისხმე ეს ლიტერატურა, მასრები კი იგივეა, რაც მაშინ იყო და კარგი, მაშინ მითხარი, რომელ ლიტერატურას დაიყრდენი, როდესაც ეს ინფორმაცია ჩაწერეთ დასკვნაში 2015 წელს გამოცემულ იარაღთან დაკავშირებით და სუსტად ეს პასუხი განცდა. და სხდომის ოქმიც მაქვს ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის ძალიან კურიოზული არის და ნაფიცებმაც ბევრი იცინეს. Google-ში ჩავწერე ამი ეს იარაღიო, სახელწოდება Google-ში ჩავწერეო და რაც ამომიგდო, იმას დავიყრდენი. მე ვეკითხები, კარგი, რომელ საიტზე გადაგიყვანა Google-ში რო ჩაწერე. იქნებ ვიღაც Facebook სტატუსზე გადაგიყვანა. იქნებ ვიღაც მოყვარულმა რაღაცა დაწერა, იქნებ ვიღაცამ რაღაც კომენტარი დაწერა, იქნებ ვიღაცამ რაღაც ჭორი გაავრცელა. ხო, როგორ შეიძლება ექსპერტმა ის გამოიყენოს. და ვერ დამიკონკრეტა, არ მახსოვს რომელი საიტი იყო, მაგრამ Google-ში ჩავწერეო. ანუ ყველაფერი ხდება, ამიტომ რას ვამბობ? დაუკვირდით, ადვოკატის როლი არა მარტო ექიმების დაცვის სფეროში, არამედ ყველა სისხლის თუ სამოქალაქო საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადვოკატი ასე დროს ამოწმებს, შეიძლება ერთი შეხედვით საქმე იყოს კარგად გამოძიებული, ერთი შეხედვით, შეიძლება ცარსახა იყოს პირის ბრალეულობა, შეიძლება არსებობდეს ერთი ექსპერტის კი არა, 100 ექსპერტის ხელმოწერილი დასკვნა, მაგრამ ცით რა არის, როდესაც სიმართლე შენს მხარეს არის, როგორი დასკვნებიც არ უნდა არსებობდეს, თუ სწორ კითხვებს დასვამ, თუ სწორად იმუშავებ, თუ სწორად ჩაეძიები, ყოველთვის შეძლებს ადვოკატი, რომ ეს ჭეშმარიტება აჩვენოს ან ნაფიც მსაჯულებს, ან მოსამართლეს, ან ორივეს ერთად. ამიტომ ადვოკატის როლი არის ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამოძიება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ადამიანისთვის ბორკილების დადება არ უნდა იყოს პიარის ნაწილი. ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი ექიმს, რომელსაც ბორკილები დაადეს, საჩვენებელი დაკავება მოუწყვეს, ესე იგი ორჯერ დაადეს ბორკილი, მერე მოხსნეს, კარგად ვერ გადავიხეთო. და მერე მოხსნეს ბორკილი და მესამედ კიდე დაადეს ბორკილი. და საზოგადოებას დაანახეს, რომ აი ხედავთ, ჩვენ ამ საშინელი დანაშაული ჩამდენი ექიმი დავსაჯეთ და საზოგადოება კაშუკრავდა ამ ყველაფერს, მაშინ როდესაც საქმის მასალები, რა თქმა უნდა, არავინ იცოდა. მაგრამ შემდეგ უკვე დადასტურდა, რომ ეს ექიმი აბსოლუტურად უდანაშაულო ყოფილა. წარმოიდგინეთ ამ ექიმის მდგომარეობა, მისი ოჯახის წევრების, მისი შვილების მდგომარეობა, მისი მშობლების მდგომარეობა, რამხელა სტრესი მიიღეს ამ ადამიანებმა. კიდევ
ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოძიების ხარისხი უნდა გაიზარდოს ამ ქვეყანაში და მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ კარგად, ობიექტურად და ყოველმხრივ უნდა შეაფასონ როგორც დაცვის, ასევე ბრალდების კიცებულებები და ეჭვები უნდა გადაწყვიტონ არა ბრალდებული საწინააღმდეგოდ, არამედ ბრალდებული სასარგებლოდ. ეს პრინციპი უნდა დავიცვათ ამ შემთხვევაში, რომ ნამდვილად გასაგებია დამნაშავე არ უნდა დარჩეს დაუჩელი, მაგრამ უდანაშაულოს დასჯა ბევრად უფრო დიდი ტრაგედია არის, ვიდრე დამნაშავის დაუშალება. და რომ გავაგრძელოთ თქვენი შეკითხვის პასუხი, ქალბატონო მეგი აუცილებლად უნდა შევეხო და მეც აღვნიშნავ, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიღება, ანუ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის მიღება ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოაჩენს. თუმცა მეტნაკლებად არის კერძო საექსპერტო დაწესებულებები, ასევე ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი და მაღალკვალიფიციური რეცენზიები იდება რეგულირების სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების კომისიის სააგენტოს მიერ სააგენტოს საქმის წარმოების ნაწილში, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ისია გადატვირთული აღნიშნული სააგენტო ამ ბოლო დროს საკმაოდ ჭიანურდება დასკვნის მიღება, რეცენზიის მიღება. რა გამოსავალი აქვს ამ დროს პაციენტის ოჯახს? აი ძალიან ხშირად მოგმართავენ ჩვენს ორგანიზაციას პაციენტები, რომლებიც უბრალოდ ვეღარ ხვდებიან როგორ მოიქცნენ. მაგალითად, საჩივარი აქვს დაწერილი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, შეიძლება იყოს გასული 1 წელი, 2 წელი, მაგრამ დასკვნა არ დევს. აი ამ დროს როგორ წესი ელოდებიან ხოლმე ამ დასკვნას, რომ შემდგომ მიმართონ სასამართლოს და შემთხვევაში არ ელოდებიან. ხო, აი როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს პაციენტი? ხა არის თქვა მე გეთანხმებით მთელი რიგი შემთხვევები, სადაც უდანაშაულო ექიმის ზოგადად უდანაშაულობის პრეზუმციაც ირღვევა და როგორც თქვა გამოაცხადებენ ბრალდებულად და ამავდროულად პაციენტები მიმართავენ სოციალურ ქსელებს, მედიას და როგორც წესი იქ ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანია და არის ასევე შემთხვევები, სადაც პაციენტი სამართალს ვერ პოულობს და უბრალოდ არ იცის როგორ მოიქცეს. აი როგორ იქცევა, როგორია სწორი გზა ამ შემთხვევაში, თუ კი სახეზია ცალსახად გულგრილობა ან სამედიცინო ხასიათის დანაშაული. სამედიცინო შეცდომის დადასტურება ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ეხლა უნიფიცირებული პასუხი ამ კითხვასთან დაკავშირებით ვინაიდან ურთიერთობა და ვითარება იმდენად სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, ბუნებრივია ერთი პასუხი არ არსებობს. თუმცა თუ არ არის თუმცა პაციენტებს ყველა შემთხვევაში ბუნებრივია ურჩევ სათანადო კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ექიმებთან, იმის ადვოკატებთან კომუნიკაციას და მისი ჩართულობით უნდა იქნეს განხორციელებული ყველა პროცესი. ეს იქნება სამედიცინო დაწესებულების მიერ თუ კონკრეტული ექიმის მიერ განხორციელებული. ხაზგასასმელია ის, რომ ადმინისტრაციული წარმოება ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი ეს ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობის სააგენტოს პასუხის ლოდინი, ეს ხშირ შემთხვევაში არარელევანტურია და არ არის ისეთი შედეგის მომცემი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აქ მოწმდება, რა თქმა უნდა, მოწმდება ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი, თუმცა პაციენტს ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტი სურს და მათ შორის სურს როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც შესაბამისი რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით იქ ბუნებრივია ვერ დადგინდება. იმას შეიძლება გამოიწვიოს ექიმის საქმიანობის შეჩერება, ან საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა, ან სხვა რაიმე ადმინისტრაციული სახდელი, მაგრამ ამით როგორც წესი პაციენტის მოთხოვნა და პრეტენზიები არ ამოიწურება. პაციენტმა შეუძლია პარალელურად, მე ვურჩევ, რომ პაციენტებმა პარალელურად დაიწყონ სამოქალაქო წარმოება და მოითხოვონ როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება, ნუ სისხლზე მატერიალმა ამომწურავად ისაუბრა და ბუნებრივია სისხლის მიმართულება კიდევ ცალკე საკითხია. როგორ ვეხმარებით? რა თქმა უნდა, სირთულეებს ვაწყდებით. ხშირად ეს სირთულეები საქართველოს ფარგლებში რთულად დაძლევადია, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, სწორ ადვოკატთან, სწორი კომუნიკაცია და ადვოკატის დროული ჩართულობა ამ და პრინციპში ნებისმიერ საქმეში ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ საკითხს წყვეტოს. ძალიან ერთი შეკითხვა მაქვს უკაცრავად ხანდაზმულობას მინდა რომ შევეხო. არის იმდენად დიდი თემა, რომ მე ვფიქრობ ჩვენ კიდევ მოგვიწევს აუცილებლად ამ თემაზე საუბარი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სადაზღვეო სამართალი, რაზეც აუცილებლად კიდევ სხვა გადაცემაში ვისაუბროთ. იმიტომ ძალიან ხშირია, გახშირდა საჩივრები ჩვენს ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამედიცინო მედიაციაზე, ხშირად მომართავენ პაციენტები შეკითხვებით და ზოგჯერ პაციენტები თვითონ ექიმებიც არიან ხოლმე, რომელიც დაზარალდა მაგალითად კონკრეტულ შემთხვევაში აი ამ
სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის დროს, ან მათი ოჯახის წევრი გარდაიცვალა და ასე შემდეგ, მინდა რომ უფრო დეტალურად ჩავეძიო მაგ საკითხს. აი მაგალითად არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის ოჯახი, რომელიც არ არის ინფორმირებული, ელოდება დასკვნას რეგულირების სააგენტოდან და ამასობაში გადის დრო და უკვე გარკვეული ხანდაზმულობის გამო, საქმის ხანდაზმულობის გამო ის ვეღარ მიმართავს სასამართლოს. აი ეს საკითხიც რო გავიაროთ. მნიშვნელოვანეს და ურთულეს საკითხი შეეხეთ, მაგრამ სანამ ამ საკითხის პასუხზე გადავიდოდე, თქვენ ახსენეთ სასამართლო მედიაცია, ზოგადად სამედიცინო მედიაცია და მე ნამდვილად ვადასტურებ იმ და ეს შემიძლია ციფრებშიც უკვე გადავიყვანო და დაგისახელოთ, რომ ჩემს პირად პრაქტიკაში ყოფილა ათეულობით შემთხვევა, სადაც კლინიკის მხრიდან ჯეროვანი, აი ამ მოლაპარაკების ჯეროვანი კომუნიკაციის შემთხვევა და კლინიკის მხრიდან გადადგმული სამედიაციო შეთავაზება ან ზოგადად სწორი კომუნიკაცია ათეულობით დავის, შეწყვეტის ან არ დაწყების საფუძველი გამხდარა. ამიტომ მე ყველა გადაცემაში ყოველთვის ხას უსვამ, რომ სამედიცინო გართულებულ შემთხვევებში, ეს იქნება გარდაცვალება ან ასე შემდგომ, სწორი კომუნიკაცია სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პაციენტის ან მისი ოჯახის წევრების მისამართით ეს შემცირებულ დავების რაოდენობას უდრის, რომელიც სტატისტიკურადაც შესწავლილი და ხშირ შემთხვევაში დადასტურებულიც არის. ეხლა რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას. რატომ არ ველოდებით ადმინისტრაციული წარმოების ხანდაზმულობის წარმოებას, იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, გადის წლები და სამედიცინო დაწესებულების ან პაციენტის საჩივარი სააგენტოს მიერ არ არის განხილული. ამას სხვადასხვა ობიექტური და შეიძლება სუბიექტური მიზეზიც აქვს, მაგრამ გადატვირთულობა მათ შორის ობიექტურია და ქვესმის ყველა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის უკავშირდება მეტნაკლებად სამედიცინო ხანდაზმულობის ვადის გასულა. ერთიანი პასუხი რომ გავაჟღეროთ დელიქტიდან, ანუ სამედიცინო დაწესებულებისათვის მიყენებული ზიანი ჩვენ სამოქალაქო კოდექსში მოქცეულია დელიქტების თავში. ეს არის სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა პაციენტის მიმართ. და ამავე თავშია მოქცეული, რომ ზოგადი ვადა დელიქტებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის არის 3 წლიანი ვადა. თუმცა იქ ახლა კიდევ არსებობს შემთხვევები, სადაც სხვანაირად განიმარტება და საიდან აითვლება ეს ხანდაზმულობის ვადები, თუმცა ზოგადი პასუხი დელიქტების თავში პირდაპირ არის ცალსახად პასუხი, რომ სამედიცინო ზოგადად დელიქტიდან მიყენებულ ზიანზე ვრცელდება 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. თუმცა საიდან აითვლება? ეს აითვლება იმ მომენტიდან, როცა მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტმა გაიგო, იცოდა, ან უნდა სცოდნოდა მისი უფლების ხელყოფის შემთხვევაში. არსებობს შემთხვევები, სადაც საჩივრის დაფიქსირების დღიდან? საჩივრის დაფიქსირების დღეს წყდება უკვე ხანდაზმულობის ვადა, საჩივრის არა სარჩელის ალბათ უფრო, მაგრამ რაც შეეხება როგორც წესი გარდაცვალება, ხანდაზმულობა საიდან აღიქმება? აითვლება. ანუ იმ ფაქტის დადგომიდან, რომელმაც ხელყო შედი უფლება. ეს იქნება ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იქნება არასწორი ჩარევა, ეს იქნება პაციენტის გარდაცვალება, თუ დენადია, მაშინ ცოტა უფრო განსხვავებულად რეგულირდება და ასე შემდგომ. მრავალი შემთხვევიდან გამომდინარე პასუხიც სხვადასხვა, მრავალფეროვანია, იმდენად მრავალფეროვანია, მით უმეტეს სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობაც, რომ ასე უნიფიცირებული პასუხის გაცემა ალბათ გამიჭირდება, მაგრამ ზოგადი ვადა დელიქტებიდან გამომდინარე, ეს არის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და მე ყოველთვის ურჩევ პაციენტს, რომ თუ მას აქვს პაციენტს ან მის ოჯახის წევრს, თუ მას აქვს მოთხოვნა ან რაიმე პრეტენზია დაწესებულების მიმართ, 3 წლიან ვადაში იქნეს სარჩელი წარდგენილი. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი. თემა იმდენად დიდია, იმდენად მრავალმხრივია და მრავალწახნაგოვანი, რომ ძალიან რთულია, რომ ჩავატიოთ რაღაცა ერთ ეპიზოდში, ამიტომ მე გპირდებით, რომ აუცილებლად პერიოდულად შევეხოთ კონკრეტულ საკითხებს და მოგიწვევთ ძალიან ხშირად სტუმრებად, ქალბატონ ნინო, ბატონ ტარიელ და რომ დავასრულოთ და შევაჯამოთ, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისათვის, რომ არც ექიმის უფლებები დაირღვეს და არც პაციენტს კონდეს იმის განცდა, რომ ის სამართალს ვერ იპოვის. მე რამოდენიმეჯერ აღვნიშნე აქაც და ჩემს ყველა ინტერვიუში, რომ ზოგადად დიალოგს მით უმეტეს სამედიცინო დაწესებულებას და პაციენტ შორის ანალოგი და ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ ეს პრობლემები კომუნიკაციის, სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში ნაკლებად წარმოჩინდება ხოლმე და სამედიცინო დაწესებულების მხრიდან თუ იქნება
იქნება ძალიან ემპათიური დიალოგი და ემპათიური დამოკიდებულება პაციენტების მიმართ, ხშირ შემთხვევაში პრობლემა ამავე ეტაპზე სრულდება. კლინიკის ფარგლებში დიახ, თქვა თქვენ მედიაცია ახსენეთ და სწორედ მედიაცია საუკეთესო საშუალებაა და საუკეთესო გზაა ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრის. მაგრამ რაც შეეხება ის სამართლებრივ პრობლემებზე საუბარს, რაზედაც ჩვენ გადაცემაში საკმაოდ ბევრი შორის ექსპერტიზის ნაწილი, მათ შორის სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილებები, არასწორი და არაჯეროვანი კომუნიკის გამოძიების ეტაპი, რაზედაც გადაცემაში ვისაუბრეთ, ამას მეტნაკლებად ვცდილობთ ეს სამართლებრივ კონტექსტში, სამართლებრივ ჭრილში აღმოფხრათ და ამისათვის ქალბატონომეგი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ, რომელიც დღევანდელი გადაცემის წამდგენია და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, რომელიც გამგეობის თავმჯდომარის მე გახლავართ, 2024 წელს ჩავატარეთ სამედიცინო სამართლის პირველი კონგრესი. და ეს იყო მართლაც უპრეცედენტო ღონისძიება, სადაც იყო ყველა აქტორი და ყველა მხარე წარმოდგენილი, ეს იყო მათ შორის სამინისტრო, ეს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ეს იყო სასამართლოს წარმომადგენლები, სადაც დაახლოებით 30-მდე მოსამართლე ესწრებოდა აღნიშნულ ღონისძიებას და ეს იყო სამეცნიერო და პროფესორად წარმოდგენილი. აი ამ ღონისძიებაზე ჩვენ ფართოდად ვსაუბრობდით, გაშლილად ვსაუბრობდით ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს დგას სამედიცინო სამართლის კუთხით. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ღონისძიებაზე როგორც სპიკერებად, ასევე დამსწრე საზოგადოების სახით წარმოდგენილი იყვნენ მედიკოსები და სამედიცინო კლინიკის მენეჯერები. შესაბამისად, მე დავინახე, რომ ნამდვილად არის სურვილი ორივე მხრიდან, როგორც იურისტების, ასევე მედიკოსების მხრიდან, რომ შემცირდეს პრობლემები და შეჯერება ამ პრობლემატიკაზე არსებული პასუხების შეჯერება მოხდეს, რა თქმა უნდა და რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს თავათა პრევენციის წინაპირობა იქნება. მნიშვნელოვანია აღვნიშნო და დავაანონსებ ასევე, რომ 2026 წლის ივლისში იმართება ასეთი რიგით მეორე ღონისძიება, რომელიც მხარდაჭერილია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა უწყების მხრიდან და ასევე ჩვენს მხარს გვიჭერს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის წევრიც მე ვარ და რომლის პრეზიდენტი გახსნის ამ ღონისძიებას და აღნიშნავს ასევე მნიშვნელობას იმისა, რომ მედიკოსებმა და იურისტებმა ერთად უნდა ისაუბრონ სხვადასხვა პრობლემაზე ღიად და გახსნილად, რომელიც საბოლოოდ დავათა და იმ პრობლემათა შემცირების წინაპირობაა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში დღეს ბევრი არსებობს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ტარიელ, თქვენი შეფასება როგორი იქნება? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არც პაციენტის უფლებები დაირღვოს ჩვენს ქვეყანაში და არც ექიმების? დიახ, როდესაც სავარაუდო თანაშაურს ეხება საქმე, პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის, რომ პირველივე წუთებიდან დაიწყოს ობიექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, არა საქმის შეკერვა კონკრეტული პირის მიმართ, არამედ მტკიცებულებების ყოველმხრივ მოპოვება, საქმის ყოველმხრივ გამოძიება და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა. ამისათვის საჭირო არის ასევე როგორც გამომძიებლების მაღალი კვალიფიკაცია, ასევე პროკურორების კვალიფიკაცია და იმ ექსპერტების სანდოობა და კვალიფიკაცია, რომლებმაც ესა თუ ის დასკვნა უნდა გასცენ. და როდესაც უკვე საქმე გადაეცემა არსებითად განხილველ მოსამართლეს და დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევა, აქ უკვე უდიდესი არის ადვოკატის როლი, რომელმაც თავისი ეფექტური მუშაობით კიდევ ერთხელ უნდა გადაამოწმოს, კრიტიკულად უნდა გადაამოწმოს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს და საბოლოო სიტყვა უკვე კი არის მოსამართლეზე, რომელმაც ობიექტური, მიუკერძოებელი და ხარისხიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისთვის, მაყურებელს დავამშვიდობები მომავალ ეპიზოდამდე. აქვე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი. დაგველოდეთ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ეპიზოდი გველის.